მოგესალმებით ყველას, ეთერშია დიდი შესვენება, თქვენთან ერთად ჩვენ ვიქნებით ანი ნინძე და გიორგი წულაია. საინტერესო გადაცემა გველდება დღეს, მოდით ანონსი ვნახოთ და რაც თავარია, გიო წამდაუწომ უნდა მიულოცოთ ჩვენს მაყურებელს დამდეგი შობა ახალი წელი, ჯადოსნური პერიოდია, ეს ის პერიოდია, როცა წამს რომ მოცნებები ხდება და ეს უნდა შევაგონოთ ჩვენს მაყურებელს. ჯადოსნურ ეთერს ვერა, მაგრამ განსაკუთრებულ ეთერს ნამდვილად გვერდებით ვნახოთ ანონსი. დღეს გადაცემაში ნახავთ, ბათუმში საუკეთესო ტურისტული სერვისების მიმწოდებლები დაჯილდოვდნენ მაგნოლია 2025. გადაცემის სტუმარია თინა ზოიძე, აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის ხელმძღვანელი. ქალი მეწარმეები და მათი წარმატების გზა. გადაცემის სტუმრებია ლელა მუკუტაძე და ნინო გაბრიაძე. ნონა მგზავრიძის სიუჟეტის ახალწლად მორთული ღამის ბათუმი. რუსთაველის სახელობის ეროვნული თეატრის გასტროლები ინდოეთში. გადაცემის სტუმარია აჩიკო გოგიდიძე, რუსთაველის თეატრის მიწვეული მსახიობი. ესე იგი, არ დაავიწყდეს ჩვენს ტელემაყურებელს ანი გამოიწეროს ჩვენი გვერდი, როგორც TikTok-ი, ასევე Instagram-ი და YouTube გვერდი. მარტივად დიდი შესვენება ნახონ ჩვენი გვერდი და ჩვენ ფოლოვერები გახდნენ, იმიტომ რომ თქვენ რასაც ვწერთ, ყველაფერს ვკითხულობთ ძვირფას ტელემაყურებლებო და მუდმივად ვართ თქვენთან ინტერაქციაში. ტურისტული კონკურსი, ფესტივალი, წლის შემაჯამებელი ღონისძიება მაგნოლია 2025 გაიმართა ბათუმში, რომელიც გამოავლენს ხოლმე წლის წარმატებულ ტურისტულ ობიექტებს. თინა ზოიძე ტურიზმის დეპარტამენტის ხელმძღვანელია ჩვენი სტუმარი, რომელიც ამ თემაზე უფრო ვრცლად გვესაუბრება. გამარჯობა, ქალბატონო თინა. როგორ ჩაიარა ღონისძიებამ, მოგვიყევით, არაერთი გამარჯვებული გამოვლინდა, ხო? სანამ ტურისტულ წელს შევაჯამებდეთ თქვენთან ერთად, მოდით მაგნოლიაზე ვისაუბროთ. ზოგადად მაგნოლია, ღონისძიება მაგნოლია არის ღონისძიება, რომელსაც ჩვენ ვიყენებთ იმისთვის, რომ ტურიზმის სექტორის საუკეთესო მიმწოდებლები გამოვავლინოთ და ჩვენთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ის კრიტერიუმები, რომლითაც ფასდება მაგნოლიას ფარგლებში ობიექტები. ეს არის 4 მნიშვნელოვანი კრიტერიუმი. ეს გახლავთ პირველი ვიზიტორთა გამოკითხვა, უცხოელ ვიზიტორთა გამოკითხვა საქართველოს სხვადასხვა საზღვარზე, რომელთა ურიგდება სპეციალური კითხვარები, შესაბამისად პირველი მნიშვნელოვანი კრიტერიუმები, რა თქმა უნდა, არის ტურისტების გამოკითხვა, მეორე მნიშვნელოვანი კრიტერიუმი ასევე არის ტურისტების გამოკითხვა ოღონდ ობიექტებზე. ობიექტებს აქვს სპეციალური QR კოდები, რომლებიც ურიგდებათ მთელი წლის განმავლობაში და შესაბამისად ნებისმიერ დაინტერესებულ პირს ეს იქნება კვების ობიექტზე თუ განთავსების ობიექტზე, აქვს საშუალება, რომ ესა თუ ის ობიექტი, სადაც ის სარგებლობს სერვისს შეაფასოს. მესამე კრიტერიუმი არის უშუალოდ სექტორის გან მიღებული შეფასებები, ეს არის გიდებში ჩატარებული გამოკითხვა, ტურისტულ სააგენტოებში ჩატარებული გამოკითხვა, ასევე განთავსების ობიექტებში და კვების ობიექტებში ჩატარებული გამოკითხვა და მეოთხე კრიტერიუმი, რომლითაც ფასდება ობიექტები, ეს არის TripAdvisor-ის, Booking.com-ის, Airbnb-ის, Google-ის რეიტინგები ობიექტისა თუ სერვისების. შესაბამისად, ამ 4 კრიტერიუმის შეფასებით წლის განმავლობაში ჯამდება წილობრივი მაჩვენებლები სხვადასხვა სერვისის და გამოვლინდება სექტორის და ტურისტების გამოკითხვაზე დაფუძნებით საუკეთესო წლის სერვისის მიმწოდებელი ობიექტები. გვაქვს დაახლოებით ყოველთვის 10 ან 12 ნომინაცია, წელს ჰქონდა 10 ნომინაცია. ეს ნომინაციები მოიცავს მაგალითად საუკეთესო ბრენდული სასტუმრო, საუკეთესო ქართული სასტუმრო, საუკეთესო გიდი, საუკეთესო კვების ობიექტი, საუკეთესო საოჯახო სასტუმრო სახლი, სოფლად, საუკეთესო მარანი, კვების ობიექტი და ასე შემდეგ. ჩვენთვის აღნიშნული პროცესი არის განსაკუთრებული მნიშვნელობის, იმიტომ რომ ჩვენი ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პრიორიტეტია სერვისის განვითარების კუთხით მუშაობა და ამიტომ რა თქმა უნდა ეს ღონისძიება ითქვება ერთგვარ შემაჯამებელ ღონისძიებად. ამ ღონისძიებას ძალიან მაღალი აქვს ნდობა ტურიზმის სექტორისგან. ჩვენ ყოველწლიურად ვმუშაობთ იმაზე, რომ კიდევ უფრო მეტად დაიხვეწოს ის შეფასების კრიტერიუმები, რაც გვაქვს და მაქსიმალურად სამართლიანად მოხდეს შეფასება ვიზიტორების და ამ შემთხვევაში სერვისების მიმწოდებლების. წელს ძალიან საინტერესო ღონისძიება გქონდა. ჩვენ ასევე ვცდილობთ, რომ ყველა ღონისძიება, ყველა მაგნოლია იყოს გამორჩეული და თვითონ ღონისძიებაც იყოს ერთგვარი
ხარისხის ნიშანი. თამასაა და მგონია რომ მთელი წლის განმავლობაში ეს კონკურენცია არის გაღვივებული და სერვისის მომწოდებლები ერთმანეთს ეპაექრებიან, რომელი შესთავაზებს უკეთეს ხარისხს. საინტერესოა, ხალბატონო თინა, რა ბენეფიტები ეძლევათ გამარჯვებულებს? გარდა იმისა, რომ გასაგებია სტატუსი უკვე ძალიან ბევრს ნიშნავს, ამას გარდა იქნებოდა რომ განსაკუთრებული ხელშეწყობა დეპარტამენტის მხრიდან კონკრეტულად გამარჯვებულების მიმართ. პირველ რიგში აუცილებლად უნდა აღინიშნოს, რომ ის რომ სახელდები რეგიონში წლის საუკეთესო კვების ობიექტად, რომელიც მხოლოდ ერთი ნომინაციაა წლის განმავლობაში, უკვე არის ძალიან მნიშვნელოვანი წარმატება ამა თუ იმ ობიექტის და უნდა ითქვას, რომ ჩვენთან ეს ინფორმაცია მთლიანად ვრცელდება როგორც საქართველოში, ასევე საერთაშორისო ბაზრებზე და მნიშვნელოვანია ის, რომ ამ ობიექტის ცნობადობა კიდევ უფრო იზრდება, ფასდება იმ ამ ობიექტზე. ჩვენ კიდევ ერთხელ უნდა აღვნიშნოთ და არაერთხელ გავიმეორებ ამას, იმიტომ რომ ჩვენ ძალიან ვამაყობთ, რომ ეს ნომინაციები არ არის უშუალოდ მაგალითად ტურიზმის დეპარტამენტის გადაწყვეტილება, რომელ ობიექტს მივანიჭოთ, მაგალითად საუკეთესო წლის სტატუსი და მივანიჭოთ თუ არ მივანიჭოთ. ეს არის უშუალოდ ტურისტული ობიექტების გამოკითხვა, ვიზიტორების გამოკითხვა და ხშირ შემთხვევაში ზოგჯერ ისეთი ობიექტი იმარჯვებს, რომელთა მაგალითად შესახებად შესაძლებელია ტურიზმის დეპარტამენტში ასე დეტალურად არ ვიცოდეთ ინფორმაცია. ასეთი შემთხვევებიც არის, იმიტომ რომ ჩვენ ვეყრდნობით იმ კვლევებს, რომლებსაც ვატარებთ და ვცდილობთ, რომ ყოველწლიურად ეს კვლევების მექანიზმი დაიხვეწოს. ასევე გეტყვით იმას, რომ ჩვენ ცალკე შევქმნით პროექტი, რომელიც გულისხმობს როგორც საზღვარგარეთ მაგალითად ობიექტებზე არის QR კოდები, სადაც მიდიხარ მაგალითად ნებისმიერ თუნდაც თქვენ ქართველი მომხმარებელი უკვეთავთ საკვებს კვების ობიექტზე მოგწონთ თუ არ მოგწონთ, თქვენას რა აფიქსირებთ. ამ მექანიზმის კარგად გვინდა გამართვა, შესაბამისად ეს მთლიანად შეიქმნა უკვე სისტემა და მომავალი წლის იანვრიდან უკვე ესეც ჩაშენდება უშუალოდ მაგნოლიას დაჯილდოების კომპონენტში, რაც ასევე მოგცემს საშუალებას, რომ დაფარვა იყოს ძალიან დიდი. პატარა დაფარვა არ არის, ანუ 3000-დან იწყება და 9000-მდე უსხოელი ვიზიტორის გამოკითხვა ხდება წლის განმავლობაში. ეს როგორ ხდება? ეს როგორ ხდება და ჩვენ როგორც მაგალითად საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სააგენტო იკლოს ზუსტად იგივე ფორმატის. ეს არის ევროპული სტანდარტის კონკრეტული მექანიზმი, რომელიც იწონება შემდეგ მიღებული მონაცემები ამ კონკრეტული კვლევებით. მაგალითად საქართველოს ყველა საზღვარზე ვიზიტორს ეკითხებიან იშვიათობის ამ შემთხვევაში შემთხვევის პრინციპით, იყავი თუ არა შენ ბათუმში ან აჭარაში მოგზაურე. თუ პასუხობს რომ იყოს, შემდეგ ავსებს ამ კითხვას. ანუ მხოლოდ ის ადამიანები ავსებენ ჩვენ შემთხვევაში კითხვას, ვინც ბათუმში იმოგზაურა და იქ არის კითხვები მაგალითად რამდენად კმაყოფილია, რამდენი დახარჯა ბათუმში რომ მოგზაურობდა და ჩვენ ამით ვიკვლევთ სხვადასხვა თემატიკას, რაზეც უკვე შემდგომ ტურიზმის დეპარტამენტის პროგრამები, პროექტები, სერვისის გაუმჯობესების ღონისძიებები არის დაფუძნებული. შესაბამისად, რა თქმა უნდა, ის კვლევები, რასაც საქსტატი იკვლევს და დამატებით ჩვენ ვიკვლევთ, გვაძლევს საშუალებას, რომ ერთიანობაში მთლიანად სერვისის დონე შეფასდეს და სიამაყით შეგვიძლია ვთქვათ, რომ ყოველწლიურად ლოიალობის კოეფიციენტი და სერვისის დონე 10%-ით უმჯობესდება, რაც რა თქმა უნდა, გვაძლევს საშუალებას, რომ უფრო მეტად პოპულარული ტურისტული მიმართულება ვიყოთ, მეტი მოთხოვნა ჩნდება უკვე ვიზიტორების მატებისგან გამომდინარე, შესაბამისად სერვისის დონე სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია. ამიტომ ჩვენი მხრიდან წამახალისებელი ღონისძიებების დაგეგმვა, რომელიც ხელს შეუწყობს, რომ კიდევ უფრო მეტი ტურისტული ობიექტი წახალისდეს და უფრო მეტი სერვისი დანერგოს ან გააუმჯობესოს, რა თქმა უნდა, ჩვენი ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პრიორიტეტია ამ კონკრეტული ღონისძიებით. ასევე კიდე გვაქვს ორი კომპონენტი ამ ღონისძიებაში, რომელიც ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია. ერთი არის ის, რომ ტურიზმის დეპარტამენტმა უკვე მესამე წელია დააწესა, რადგან ჩვენი ხმა ასე თუ ისე მაგნოლიაში ნაკლებად ჩანდა ჩვენ ვისთვისაც გვინდოდა მადლობის თქვა იმისთვის გადაგვეცა როგორც ტურიზმის დეპარტამენტს, შესაბამისად ცალკე ტურიზმის საპატიო ჯილდო, რომელიც ყოველწლიურად გადაეცემა დაახლოებით 4-ან 5 ადამიანს და ეს არის ის ადამიანები, რომლებსაც წლების განმავლობაში განსაკუთრებული წვლილი მიუძღვით კონკრეტულად რეგიონში ტურიზმის განვითარებაში და ასეთი ძალიან ბევრი ადამიანი ყავს, რომელიც თავდაუზოგავად შრომობს იმისთვის, რომ ჩვენ რეგიონში უფრო წინ წავიდეს და განვითარდეს ტურიზმი და მაგალითად ისეთი კომპანიები როგორც არის დანელია და კომპანია, რომელიც 1907 წლიდან ქართულ ღვინოს ავითარებს და დღემდე უწევს ვიზიტორებს მასპინძლობას, ასეთი ობიექტები ძალიან ბევრია, რომელიცაც ძალიან დიდი წვლილი მიუძღვით ჩვენს რეგიონში
ტურიზმის ხომ აი კონკრეტული პირი რომელსაც წლის შეიტანა ბატონი თემურზოიძე გახდა წელს ამ სტატუსის მფლობელი მიულოცავთ ბატონ თემურზე თითოეულ გამარჯვებულს ვუხდით მადლობას და ასევე ერთ დავამატებთ ბოდიშის მოხდით მესამე კომპონენტიც ასევე ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია ეს არის უშუალოდ მადლობა იმ ორგანიზაციებს რომლებიც ჩვენ მთელი წლის განმავლობაში გვეხმარებიან და ეს არ არის უბრალო სიტყვები ჩვენ გამოვარჩევთ იმ ორგანიზაციებს ვინც მუდმივად მხარს გვიჭერს და რეგიონის პოპულარიზაციას ან რეგიონში სერვისის განვითარებას უჭერს მხარს და ასეთია აჭარის ტელევიზია და რადიო, რომელსაც იქ ჩვენ საჯაროდაც მადლობა გამოუცხადეთ. თქვენი როლი გულწრფელად შეგვიძლია ვთქვათ რეგიონში ტურიზმის განვითარებაში და კიდევ ბევრ სფეროში ძალიან მნიშვნელოვანია და ძალიან დიდი მადლობა იმისთვის, რომ როგორც რადიო, ასევე ტელევიზია ტურიზმთან დაკავშირებულ ყველა თემას, როგორც გამოწვევას, ასევე წარმატებებს სათანადოდ აშუქებს და უწყობს ხელს, რომ კიდევ უფრო ბევრმა ადამიანმა გაიგოს იმ ძალიან მნიშვნელოვანი სიახლეების შესახებ, რაც ტურიზმის სფეროში გვაქვს და ასევე მნიშვნელოვანია, რომ ფეხ მოყვება რადიო და ტელევიზია ჩვენი საამაყო ტურიზმის სიახლეებს და ამისთვის მადლობა ყველას, ვინც დიდი მადლობა. ამ შემთხვევაში ჩართულია გადაცემების სახით. გარდა მაგნოლიასი, თუ შეიძლება შევაჯამოთ გასული წელი, როგორი იყო ჩვენი რეგიონისთვის ტურისტულად, რომ შევაფასოთ 2-20 სიტყვით. აი რა გამოიკვეთა განსაკუთრებით წელს? ყველაზე დიდი მიღწევა რა იყო და ყველაზე დიდი გამოწვევა რა იყო? პირველ რიგში შევაფასებ სტატისტიკურ მონაცემებს, მთავარი რითაც იზომება ტურისტული როგორც სეზონი, ასევე მთელი წელი ტურიზმისა, რა თქმა უნდა, არის ვიზიტების რაოდენობა, რომელიც ჩვენს რეგიონში ხორციელდება. მიუხედავად იმისა, რომ მთელი წლის მონაცემი ჯერ სტატისტიკურად არ არის, 9 თვის მონაცემს თუ ავიღებთ, 4 მილიონს უკვე აღემატება ვიზიტების რაოდენობა რეგიონში. ეს არის შიდა და საერთაშორისო ვიზიტების რაოდენობა. უნდა ითქვას, რომ გაზრდილია როგორც საერთაშორისო ვიზიტები, ასევე შიდა ვიზიტები. 4 მილიონ ტურისტს უმასპინძლებს. 4 მილიონი ვიზიტი განხორციელდა. ტურისტის რაოდენობა დაახლოებით სადღაც 2 მილიონზე მეტია შესწი. ანუ ჩვენთან რეგიონში შესაბამისად სტატისტიკის ათვლა ხდება როგორც სახელმწიფო საზღვრებზე ეს სარფი, აეროპორტი, პორტი, ამავდროულად რა თქმა უნდა ჩვენ ყავს ვიზიტორები, რომლებიც საქართველოს სხვა საზღვრებიდან ჩვენთან შემოდიან. შესაბამისად ამ ნაწილს უკვე კვლევებით ვითვლით, რომელიც ასევე შეივსება უკვე დაახლოებით სრული მონაცემი იქნება თებერვლის შუა რიცხვებისთვის და მთელი წელი სიახლე თუ იყო ვიზიტორების კუთხით, გარდა ტრადიციული ბაზრისა, საიდანაც გსტუმრობენ ხოლმე ტურისტები, თუ იყო თქვა ახალი ქვეყნები, საიდანაც ჩამოვიდნენ და ეს თქვენთვისაც სიახლე იყო. ისეთი ქვეყანა, რომელიც არ ყოფილა ჩვენთან და მაინც ეხლა ჩამოვიდა, ასეც ალბათ ვერ დავასახელებ, თუმცა მატება გვაქვს ისეთი ქვეყნებიდან, როგორც არის მაგალითად გერმანია, იმიტომ რომ 5 ქალაქიდან არის გერმანიიდან ფრენები ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში და შესაბამისად, რა თქმა უნდა, მატება, ასევე ჩეხეთიდან არის გაზრდილი მონაცემები, გაზრდილია ასევე ლატვიიდან, რადგან პირდაპირ ჩარტერული რეისები ხორციელდება ბათუმის საერთაშორისო აეროპორტში. რა თქმა უნდა, მატება გვაქვს ისრაელიდან, მატება არის არაბული ქვეყნებიდან. შესაბამისად, ტრადიციულ ბაზრებზეც ძალიან აქტიურად ვმუშაობთ ჩვენ და ამავდროულად უნდა ითქვას, რომ ზოგადად გაზრდილია მონაცემები როგორც ევროპული მიმართულებიდან, სადაც ჩვენ ძალიან აქტიურად ვმუშაობთ. უნდა ითქვას, რომ დაახლოებით 25-ზე მეტ ქვეყანაში ვგეგმავთ მარკეტინგულ კამპანიებს, რომლითაც აჭარა წარმოდგენილი იქნება ყველა საერთაშორისო მნიშვნელოვან პლატფორმაზე, სადაც წამყვანი ტურისტული მიმართულებებია წარმოდგენილი. ამიტომ ძალიან აქტიური წელი გვაქვს უკვე დაგეგმილი იანვრის შუა რიცხვებიდან და ძალიან ბევრი სიახლე გვექნება რეგიონში, რომლითაც შევეცდებით, რომ ის მდიდარი შესაძლებლობები, რაც ჩვენ რეგიონს აქვს, კიდევ უფრო მეტ ადამიანს გავაცნოთ და პარალელურად ასევე ჩვენ გეგმავთ ტურისტული პროდუქტების დივერსიფიკაციას და განვითარებას და სერვისების გაუმჯობესებას. ეს თანმდევი პროცესია, იმიტომ რომ როდესაც ჩვენ ვუწევთ პოპულარიზაციას ჩვენ მიმართულებას, როგორც მსოფლიო დონის ტურისტულ მიმართულებას, რა თქმა უნდა მნიშვნელოვანია, რომ ტურისტული პროდუქტები ამ ჯაჭვს მიყვეს, იყოს მრავალფეროვანი შეთავაზებები და მეორეს მხრივ სერვისები დაიხვეწოს. რაც შეეხება წლევანდელი წლის მიღწევას, მე მაინც გამოვყოფდი და ვიტყოდი, რომ ბათუმის დასახელება, როგორც მსოფლიოს 4 სეზონის ტურისტული მიმართულება, რა თქმა უნდა არის ძალიან მნიშვნელოვანი, ჩვენთვის ძალიან საამაყოა, იმიტომ რომ რეალურად ეს გვაძლევს საშუალებას, რომ უფრო მკაფიოდ, თავდაჯერებულად მოვახდინოთ ჩვენი რეგიონის ტურისტული შესაძლებლობების პოზიციონირება ნებისმიერ პლატფორმაზე მთელი მსოფლიოს მასშტაბით და ჩვენ ძალიან მნიშვნელოვანი ღონისძიებები გვაქვს უკვე დაგეგმილი, როგორც ITB ბერლინის ფარგლებში, რომელიც მსოფლიოში ყველაზე დიდი ტურისტული გამოფენა არის, იგივე დუბაიში მეორე გამოფენა, რომელშიც მონაწილეობთ. ამ კონკრეტულ გამოფენებზე, რა თქმა უნდა, ჩვენ
ხვდებით იმ მნიშვნელოვან პარტნიორებს, რომლებიც ერთის მხრივ ტურისტულ პაკეტებს ქმნიან, რომ უშუალოდ ვიზიტორები გამოუშვან სხვადასხვა ტურისტულ მიმართულებაზე და აქ კონკურენცია ძალიან მაღალია, ამიტომ ჩვენ ძალიან აქტიურად მუშაობთ იმაზე, რომ ეს ჩვენი შესაძლებლობები სწორად იყოს შეთავაზებული. ძალიან დიდია კონკურენცია ტურისტულ მიმართულებებს შორის და ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ის მდიდარი შესაძლებლობები, რაც გვაქვს, სწორად აისახოს იმ ტურისტულ პაკეტებში, რომელსაც ამზადებენ ტუროპერატორები. მეორეს მხრივ, რა თქმა უნდა, ჩვენ ვიმუშავებთ იმაზე, რომ კიდევ უფრო მეტ პუბლიკაციაში, მეტ სატელევიზიო გადაცემაში მოხდეს საქართველოს ბათუმი, როგორც განსხვავებული მრავალფეროვანი შესაძლებლობა და ამის საშუალებას ჩვენ გვაძლევს ის შესაძლებლობები, რაც რეგიონს ნამდვილად აქვს. ქალბატონთინა, მოდით აი გუნდის სტრატეგიაზე უფრო ვრცლად ვისაუბროთ იმისათვის, რომ ბათუმის სტატუსი, როგორც 4 სეზონიანი ქალაქის, 4 სეზონზე აქტუალური ქალაქის მეტად გამყარდეს. რა კრიტერიუმებს უნდა აკმაყოფილებდეს ქალაქი ამ შემთხვევაში? ამ შემთხვევაში კონკრეტულად დაწესებული რაიმე ტიპის სტანდარტი, რომელიმე მიმართულებას არათუ საქართველოს ანაჭარას მთელ მსოფლიოში რაიმე კონკრეტული ფორმულა ამის არ არსებობს, თუმცა არის რამოდენიმე საკითხი, რომელიც უნდა იყოს განვითარებული იმ ტურისტულ მიმართულებაში, სადაც მაგალითად 4 სეზონის ტურისტული მიმართულება არის ჩამოყალიბებული. პირველი ეს არის, რა თქმა უნდა, ინფრასტრუქტურა და ტურისტული პროდუქტები. აქვს აუცილებელია ინფრასტრუქტურა და ტურისტული პროდუქტების მრავალფეროვნება იყოს და პასუხობდეს იმ საერთაშორისო სტანდარტებს, რაც აუცილებელია ვიზიტორების კომფორტისთვის და უსაფრთხო მომსახურებისთვის. მეორე, რა თქმა უნდა, ეს არის სერვისის დონე. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ მომსახურების ხარისხი და სერვისის დონე იყოს მაღალი. ამ მიმართულებითაც, რა თქმა უნდა, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ის საერთაშორისო სტანდარტები, რაც სფეროში არის, იყოს გამოყენებული. მესამე მნიშვნელოვანია, რა თქმა უნდა, რომ ის მდიდარი შესაძლებლობა, ერთია დივერსიფიკაცია მოვახდინოთ, მეორეა განვავითაროთ, მესამეა სერვისები განვავითაროთ, თუმცა რაც გვაქვს, ის აუცილებლად უნდა შევინარჩუნოთ. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ის მდიდარი შესაძლებლობები, რაც ბუნების კუთხით გვაქვს, რაც ტრადიციების კუთხით გვაქვს, სწორად თუ მას ჩვენ მოვარგებთ როგორც ტურისტულ პროდუქტებს და მოვახდენთ მის დივერსიფიკაციას, იყოს სწორად გაკეთებული ეს. ეს არის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი, იმიტომ რომ გრძელვადიან ჭრილში 2, 3, 10, 50, 100 წლის შემდეგ მნიშვნელოვანია, რომ ის ქართული, რაცგან გვასხვავებს თელ სოფლიოში და რაც გამოგვარჩევს და კონკურენტუნარიანს ხვდის, რომ ბათუმი საქართველოს არის გამორჩეული ტურისტული მიმართულება, ეს ყველაფერი სწორად შევინარჩუნოთ და განვავითაროთ და ამისთვის ძალიან მნიშვნელოვანია ისეთი კომპონენტები, როგორც არის ქართული მრავალხმიანობა, როგორც არის ქართული გასტრონომია, რომელიც ამოუწურავია და ჩვენ არაერთხელ ვისაუბრეთ, რომ მარტო აჭარაში გვაქვს 140 უნიკალური კერძის რეცეპტი, რომელიც თავისუფლად შეიძლება იყოს ნებისმიერი კლასის სასტუმროში და ჩვენ ამაზე მუშაობა უკვე ძალიან აქტიურად დავიწყეთ ორი მიმართულებით. ერთი არის რომ საერთაშორისო შეფების ჩართულობით ვცდილობთ რომ ერთის მხრივ მათ გავაცნოთ ეს შესაძლებლობები და დამერწმუნეთ რომ ისინი გაკვირვებული და გაოცებულიც არიან, იმდენად დიდარია ჩვენი შესაძლებლობები. მეორეს მხრივ ჩვენ ვცდილობთ რომ საერთაშორისო შეფების ჩართულობით ეს კერძები კი და მასზე ინსპირაციები გავიტანოთ საზღვარგარეთ, რადგან ეს უფრო სიმყარეს და თავდაჯერებულობას შესცენს აჭარულ კულინარიას, როგორც რეგიონალურ კულინარიას და მესამე მნიშვნელოვანი საკითხი არის ის, რომ ადგილობრივები, აქაური შეფები დარწმუნდნენ იმაში, რომ ქართული, აჭარული ჩვენ რაც გვაქვს ეს კერძები, ამათი შეტანა საუზმეში, სადილზე და ვახშამზე არის სწორედ ის ძალიან მაგარი ტურისტული პროდუქტი, ის გამორჩევის საუკეთესო გზა, რომელიც ვიზიტორს მოიზიდავს. რომელ კერძებზეა საუბარი კონკრეტულად? არაერთზე, აი ბრექვეშში რო შევიტანოთ. მაგალითად სინორი თავისუფლად შეიძლება რომ ბრექვეშზე შევიდეს. მაგალითად ჩირბული თავისუფლად შეიძლება რომ შევიდეს. აჩმაც თავისუფლად შეიძლება რომ საუზმეზე შევიდეს პატარა ნაჭრებად. კაიმაღი, ყველი, მაგალითად ეხა მაგნოლიაზე მე ვეღარ დავასრულე, მაშინ საუბრობდი, ჩვენ თითოეული ღონისძიება კვების კომპონენტშიც განსხვავებულია. ეხა მაგალითად მაგნოლიაზე ჩვენ სტუმრებს გავუმასპინძლით არატრადიციული მაგალითად ფურჩეტით, არამედ ვცადეთ მთლიანად აჭარული სამზარეულოს კანაპე მენიუებად ქცევა. მაგალითად ბორანოს კანაპე. ხო წარმოუდგენელია, ბორანო არის, აი რაღაც ღრმა ათებში. ბორანოს კონსისტენცია საკმაოდ თხევადია. კი, თხევადია. შესაბამისად ჩვენ მოდიფიკაცია შეძლებთ. შევძელით, არა, ისე რომ გემოები იყოს შენარჩუნებული. ჩვენ შევძელით კარტოფილიანი ბორანოს წარმოდგენა კანაპეებად. შევძელით მაგალითად ქაფშია ჭკიდის ლაზური
კერძის მჭადში თევზით გამომცხარი ჭხირების, რომელიც ძალიან კარგი გამოვიდა და ძალიან კარგი ეწოდება. ყაისაფა საერთოდ ამ კონკრეტული ღონისძიების აღმოჩენა იყო ყველასთვის, იმიტომ რომ ყაისაფა არის ზოგადად თხევადი დესერტი, მაგრამ ჩვენ წარმოვადგინეთ რბილი მასით, რომელიც ძალიან საინტერესოდ იყო და ყველა მოდიოდა და კითხულობდა, ყველა მიხვდა რა. თავარი ამბავი იყო, რომ ყველა მიხვდა რა კერძს ჭამდა, ანუ ეს გემოები იყო შენარჩუნებული და შესაბამისად ეს პატარ-პატარა ნაბიჯები უკვე მოგცემს საშუალებას, რომ დავარწმუნოთ ის ახალგაზრდა შეფები, რომლებიც ძალიან ნიჭიერები არიან, შეუძლიათ აი მათი შესაძლებლობები არის შეუზღუდავი. შეიძლება რომ ფართოდ წარმოაჩინონ აჭარბისთან. კიდევ ერთი რგოლი, რომელიც უშუალოდ დიდ როლს თამაშობს ამ მიმართულებით, ეს არის გიდები. ადამიანები, რომლებიც არიან ინფორმირებული და ასე ოსტატურად უზიარებენ ჩვენი ქვეყნის მშვენიერებას ტურისტებს. იყო დრო, როდესაც თითქოს გიდის პროფესია არ იყო სათანადოდ დაფასებული, სათანადოდ აღიარებული. შემოსავლის კუთხითაც განიცდიდნენ რესურსის ნაკლებობას ადამიანები. დღეს რა მოცემულობა, რამდენად პოპულარული პროფესიაა და ტურიზმის დეპარტამენტი რა მხარდაჭერას უწევს მათ. გიდი არის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი კომპონენტი, რომელიც ტურისტულ ჯაჭვში ძალიან მნიშვნელოვანია. რა თქმა უნდა, არის ადამიანები, ვინც უბრალოდ თავისით მოგზაურობს და დღეს ინტერნეტში ყველა ტიპის ინფორმაცია არის და შესაძლებელია უბრალოდ ქალაქში სეირნოს და თავად მოიძიოს ეს ინფორმაცია. თუმცა ქარიზმატულად როცა გიყვება გიდი, ეს უფრო გიდთან ერთად ტურზე ყოფნა არის საერთოდ სხვა გამოცდილება. ანუ შენ ხდები იმ ქალაქის ნაწილი, იცნობ ისტორიას. ასევე მნიშვნელოვანია, რომ გიდი არის ის ადამიანი, რომელიც უშუალოდ ქვეყანას წარმოადგენს და ესაუბრება ვიზიტორებს და ამიტომ გიდის პროფესია, რა თქმა უნდა, ელჩია და ის ყველა სიტყვა, რასაც გიდი ამბობს და როგორც უხსნის, რაც არ უნდა წაიკითხო, წაკითხვით ვერ გაიგებ ქალაქის ისტორიას და გიდი როცა გიხსნის, ეს ძალიან დიდი პრივილეგია იმისთვის, რომ ქალაქი უკეთ გაიცნო. ამიტომ რა თქმა უნდა, ჩვენთვის გიდები ძალიან ძვირფასი ადამიანები არიან რეგიონში, ჩვენ მათ განვითარებაზე ძალიან აქტიურად მუშაობთ ერთის მხრივ პროექტებით, რომელიც მათი როგორც უნარჩვევების, ასევე პროფესიონალიზმის კუთხით მათ გამოარჩევთ და დაეხმარება. მეორეს მხრივ ჩვენ ახალ გიდებს ვამატებთ რეგიონის კონკრეტულ შესაძლებლობებს, იმიტომ რომ მოთხოვნა უფრო მეტი და მეტია. და ენების ცოდნა, ენები ვინც იცის, მათ აქვს საშუალება, რომ ძალიან საინტერესო საქმე, ანუ გიდობა არის შენი ქვეყნის საუკეთესო კუთხით წარმოჩენა. კონკურენციაც გაიზარდა და ერთმანეთზე უკეთესი პროფესიონალები გვყავს და გვიხარია, რომ ეს სფერო ასე ვითარდება. ქალბატონ თინა, იცით, კიდევ ერთ მნიშვნელოვან საკითხზე მინდა ვისაუბროთ. ჩვენ ახლა ტურისტების კომფორტზე ვსაუბრობდით და ბუნებრივია, როცა პრეტენზია აქვს ქვეყანას, რომ იყოს ამ მიმართულებით ავანგარდში, ტურისტების კომფორტი უმნიშვნელოვანესია. აი ადგილობრივი მოსახლეობის კომფორტზეც ვისაუბროთ. როდესაც არის ცხელი ტურისტული სეზონი ჩვენს ქალაქში, გარკვეულ დისკომფორტებს ადგილობრივებიც განიცდიან. ხომ, იმიტომ იქ რამდენიმე გასართობი დაწესებულების მეპატრონები თავისუფლებას აძლევენ, რომ კონკრეტულ საათამდე არ იყოს შეზღუდული მუსიკა და უფრო მეტხანს გრძელდებოდეს, იქ რაღაც ჰერცების რაოდენობასაც არ ითვალისწინებენ. ამ მიმართულებით რა აქტივობები გაქვთ იმისთვის, რომ ჩვენს კომფორტულად ვიყოთ და ტურისტის ნასეუნები სიმართლე გითხრა, რა თქმა უნდა, მთავარი არის რისთვისაც ვავითარებთ ტურიზმს, თქვათ ეკონომიკას რეგიონში, არის ის, რომ ადგილობრივმა მოსახლეობამ უკეთი ცხოვროს და თავი უკეთი გრძნოს. ანუ ჩვენთვის უნდა იყოს სასიამოვნო გარემო ჩვენ რეგიონში ცხოვრება და ის კონკრეტული აქტივობები, რითაც მთელი დღის განმავლობაში ვკავდებით. თუმცა ბათუმი არ იქნება გამონაკლისი, იმიტომ რომ მთელ მსოფლიოში ასეა და არის ბევრი ქალაქი, სადაც ვიზიტორების დიდი რაოდენობა ქმნის რიგ გამოწვევებს და რა თქმა უნდა გაზრდილი ვიზიტორების რაოდენობა საჭიროებს უკვე წარმოშობს გაზრდილ საჭიროებებს სხვადასხვა რიგის სერვისებზე და კი, ქაოსაც, იგივე ხმაურსაც, რაც თქვენ აღნიშნეთ, იგივე თუნდაც ქალაქში გადაადგილების შეფერხებას და ასე შემდეგ. ეს ახლა რო გითხრათ, რომ ძალიან გასაკვირია, არა ბუნებრივია, იმიტომ რომ ჩვენ თუ ნახავთ, რომ მაგალითად აჭარაში ცხოვრობს 400,000 ადამიანი და 4,700,000 ვიზიტი ხორციელდება, ლოგიკურია, რომ ეს ადამიანები რო ჩამოდიან, ავტომატურად მათაც უნდათ რომ ისიამოვნონ და მეორე მხრივაც უნდა შევხედოთ, რომ მოგზაურობა ზოგადად როგორც ჩვენ მოგზაურობთ, მაგალითად წლის პერიოდში გამოვარჩევთ რაღაც საუკეთესო და 10 დღეს ვიღებთ შვებულებას, რომ წავიდეთ უნდა და სადღაც გავერთოთ, დავისვენოთ და მაქსიმუმი ენერგია შევივსოთ. და ამიტომ რა თქმა უნდა ეს ადამიანები ჩვენთან რომ ჩამოდიან, არჩევენ საქართველოს და მოდიან ჩვენთან, მნიშვნელოვანია ქართველებს არ გვეშლება სტუმართობა
ინფორმაციის მასპინძლობა, თუმცა მნიშვნელოვანია, როდესაც ტურისტული რეგიონი ვართ, რომ იმ ადამიანებმა ისიამოვნონ ჩვენთან. მაგრამ ვფიქრობ, რომ დაბალანსება შესაძლებელია, რიგის საკითხები, რა თქმა უნდა, შესაძლებელია, რომ დაბალანსდეს. თავარი არის ის, რომ ჩვენ ყველა ერთად ვსწავლობთ. ანუ ამ კონკრეტულ ეტაპებს გავდივართ ახლა, რა მუშაობს, რა არ მუშაობს, რის შეზღუდვა შეიძლება იყოს საჭირო, რის პირიქით უფრო გაფართოება შეიძლება იყოს საჭირო და სწორედ ამ განტვირთვას ემსახურება ის, რომ 4 სეზონის ტურისტულ მიმართულებად გადაქცევას როცა ვსაუბრობთ და ვსაუბრობთ იმაზე, რომ დივერსიფიკაცია უნდა მოხდეს ტურისტული პროდუქტების, ეს ნაკადები უნდა გადანაწილდეს. გადანაწილდეს უნდა სხვადასხვა მუნიციპალიტეტზე, საქართველოს სხვადასხვა რეგიონზე და შესაბამისად ეს მომატებული ვიზიტორების რაოდენობა უკვე ნაკლებად იქნება. ქალბატონო თინა, ჩვენ ვსაუბრობთ ტურიზმზე. ასევე მის ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან შემავალ კომპონენტზე მინდა დაგისვათ შეკითხვა, ეს არის მომსახურების სფერო, სერვისი. რა სერვისს თავაზობს დღეს საქართველოს ჩამოსულ ტურისტს, ვიზიტორს, გაქვთ თუ არა გარკვეული ტრენინგები იმისათვის, რომ ამაღლდეს ეს კულტურა საქართველოში. რა თქმა უნდა, წინსვლები არის, ჩემი და პირადი დაკვირვებით, თუმცა სად ვართ თქვენი შეფასებით? ერთი მონაცემი გვაქვს ჩვენ კვლევაში, რომელიც ვფიქრობ, რომ ამ თქვენ კითხვას ძალიან კარგად უპასუხებს. ჩვენ როდესაც ვიკვლევთ, როგორც აღნიშნე საქართველოს ყველა საზღვარზე, როგორც ჩვენ ასევე საქსტატი, საქართველოში განხორციელებული ვიზიტების რაოდენობა არის 62% არის განმეორებადი ვიზიტი. ანუ ხელმეორედ ჩამოდის ადამიანი, ბრუნდება. შესაბამისად, რა თქმა უნდა, როდესაც ადამიანი მოგზაურობს ერთ კონკრეტულ მიმართულებას და ის შემდეგ წლების მერე კიდე ბრუნდება, მეორედ არის, მესამედ არის, ნიშნავს, რომ ის კმაყოფილია იმ კონკრეტულ ქვეყანაში მოგზაურობით და ხელმეორედ ბრუნდება. ეს არის ყველაზე კარგი მაჩვენებელი, რაც ანიშნავს იმას, რომ შესაძლებელია მომსახურების ხარისხი არ იყოს ძალიან მაღალი, მაგრამ ადამიანები აქ რო ჩამოდიან, სიამოვნებას იღებენ, ახალს ნახულობენ. იმ ახალი ემოციის სტუმარ მასპინძლობის ხარისხზე, ხო? ეს არის ყველაზე უნიკალური, რაც მე ვფიქრობ, რომ ქართველი ადამიანი არის ძირითადი ტურისტული პროდუქტი, რაც საქართველოს აქვს. ამას თუ დაემატება პროფესიონალიზმი, სერვისის კუთხით, ჩვენ ბადალი არ გვეღუნება, ხო? ვიცით ჩვენი მეზობელი ქვეყნები თუ როგორ სახელგათქმულები არიან სწორედ მომსახურების სფეროში, ხო? აი ამ მიმართულებით თუ მიდის მუშაობა. რა თქმა უნდა, ჩვენ ძალიან აქტიურად მუშაობთ სერვისის გაუმჯობესების კუთხით და აჭარაში იმდენი ტრენინგი გვაქვს უკვე ჩატარებული, რომ სტანდარტულ ტრენინგებს ტურიზმის დეპარტამენტი ვეღარ ვატარებთ, იმიტომ რომ სტანდარტულ ტრენინგზე რო დასვა ადამიანი და აუხსნა რა როგორ მუშაობს, ნაკლებად აინტერესებთ და უკვე გადავედით სპეციალურ მასტერკლასებზე, მაგალითად საწოლის გასწორებას ან როგორც არის დალაგება და სუფთავების ტრენინგებს უკვე სიმულაციებით ვაკეთებთ, რომ ერთმანეთს შეეჯიბრონ, კომისია იჯდეს, ვინც ამ გასწორებებს შეამოწმებს და ასე შემდეგ და ძალიან საინტერესო პროექტი გქონდა წელს. შერატონის მთლიანი დარბაზი ეს 1000 კვადრატი აღებული გქონდა და ბათუმში არსებული სასტუმროების დალაგება და სუფთავების ხელმძღვანელები და ადამიანი მომუშავე პერსონალი ერთმანეთს ეჯიბრებოდა და შემდეგ რა თქმა უნდა ის ჯამდებოდა კონკრეტულად და ეძლეოდათ მათ რეკომენდაციები და ძალიან კარგად იმუშავა. ამან ძალიან დიდი სტიმული იყო მათთვის მსგავსი ტიპის ტრენინგები, იგივე კულინარიის თვალსაზრისით ვიცით, რომ არაერთი ტრენინგი გვაქვს სასტუმროს ადმინისტრაციებისთვის, მიმტანებისთვის და ასე შემდეგ. ძალიან ბევრი სატრენინგო ღონისძიება გვაქვს, ზუსტად ვიცით, იმ კვლევებზე დაყრდნობით, რასაც ჩვენ ვატარებთ გარდა საზღვრებისა, 100-დან 150 ობიექტზე იდუმალი კვლევა ტარდება სერვისის შესწავლის კუთხით ყოველწლიურად, რასაც ჩვენ რა თქმა უნდა წინა წლებსაც ვადარებთ და ასევე რა თქმა უნდა ჩვენ ყველა წლის პროგრამის დაგეგმვისას გვაქვს შეხვედრა უშუალოდ სამუშაო პროცესის სექტორთან, რომლებიც თავად ამბობენ რაში ჭირდებათ დახმარება. და ზუსტად ვიცით რომელ ხეობაში შეიძლება ხორცის მომზადების ტრენინგი ჭირდებოდეთ და მზარეულები აკლდეთ, სადღაც მიმტანების შესაძლებელია საჭიროება იყოს და ასე შემდეგ. ეს რა თქმა უნდა არის პროცესი. ჩვენ არ ვამბობთ რომ ყველაფერი არის მოწესრიგებული ან გამოწვევა არ გვაქვს, გამოწვევები ძალიან ბევრი გვაქვს, მაგრამ არ გვეშინია ამ გამოწვევების, იმიტომ რომ ზუსტად ვიცით, რომ ამ გამოწვევებზე ერთად მუშაობით შესაძლებელია ძალიან კარგი შედეგი დაიდოს და თან შეფასების კრიტერიუმებით ყველა წელს 10%-ით უმჯობესდება მომსახურების ხარისხი. ამიტომ ამ მიმართულებით ძალიან მოტივირებულები ვართ. დაგემშვიდობით არ დაგისვათ კითხვა შიდა ტურიზმზე. რა ეტაპზე ვართ აქ და რამდენად აქტუალურია დღეს ქართველისთვის საქართველოშივე მოგზაურობა? შიდა ტურიზმი ერთ-ერთი მნიშვნელოვანი კრიტერიუმია და პრიორიტეტი ჩვენთვის, რომელზეც აუცილებლად ვაგრძელებთ მუშაობას. აჭარაში 2 მილიონამდე შიდა ვიზიტი ხორციელდება წლის განმავლობაში და უნდა ითქვას, რომ აქამდე თუ მხოლოდ ბათუმი იყო დანიშნულების ადგილი, სადაც ქართველები მაგალითად კახეთიდან, სვანეთიდან, იმერეთიდან, სამეგრელოდან, შიდა ქართლიდან და ასე შემდეგ ჩამოდიოდნენ, ეხლა უკვე მაღალმთიანი აჭარაც გახდა ერთ-ერთი დანიშნულების ადგილი, სადაც ისინი მოგზაურობენ და ჩვენ ამათ ძალიან ვამაყობთ. უკვე მაღალმთიან აჭარაში ვიზიტების რაოდენობა დაახლოებით 9 მილიონს
უახლოვდება ციფრები, რაც არის საკმაოდ კარგი მაჩვენებელი და ყოველწლიურად მაგალითად საოჯახო ტიპის სასტუმრო სახლების და კვების ობიექტების რაოდენობაც მთაში 20%-ით იზრდება. ეს ზრდას იმიტომ ვამბობ, რომ რეალურად მოთხოვნა განაპირობებს რაღაც კომპონენტში მატებას და შესაბამისად ეს ბაზარი ყველა ამ მოთხოვნას არეგულირებს და შესაბამისად გვაძლევს საშუალებას უფრო მეტი განვითარება დაიგეგმოს მაღალ მთიანაჭარაში. მაგალითად იგივე თუ ავიღებთ ჩვენ საგზაო ინფრასტრუქტურას უკვე მთებში და ბილიკებზე, თუ ავიღებთ მარკირებულ ბილიკებს, რაც მთებში გვაქვს, თუ ავიღებთ ინფრასტრუქტურას ტბებთან, ჩანჩქერებთან, რომელიც ბილიკების სახით და მცირე ინფრასტრუქტურის და თავშესაფრების სახით კეთდება, რა თქმა უნდა, მისცემს საშუალებას ქართველ ვიზიტორებსაც რომ იმოგზაურონ. არა მხოლოდ ქართველებს, აჭარაში მცხოვრებ ადამიანებსაც ძალიან ბევრი უკვე თავის სოფელში, თავის მუნიციპალიტეტში ადის და კიდეც მოგზაურობს, ბევრმა ეხლა აღმოაჩინა სხვადასხვა, მაგალითად იგივე ჩირუხის მთა, შუამთის ტბები, შავი ტბა, მწვანე ტბა ახლა ყველამ იცოდა და ბეშუმი, ისა ძალიან ბევრი ისეთი თემა, რომელიც აი მაგალითად რამ გვაქვს აღმოსაჩენი და სანახავი. დიდი მადლობა, საინტერესო. შიდა ტურიზმი მნიშვნელოვანი პრიორიტეტია და თან ასევე აჭარის ტურიზმის დეპარტამენტი და აჭარის მთავრობა შიდა ტურიზმის განვითარებას განიხილავს როგორც სეზონურობის დაძლევის ერთ-ერთ მნიშვნელოვან პრიორიტეტს და ამიტომ ეს არის ყველაზე მნიშვნელოვანი საკითხი, რომელზეც ჩვენ ძალიან აქტიურად მუშაობთ. ეკონომიკური თვალსაზრისითაც, როდესაც ქართველი საკუთარ ქვეყანაში, საკუთარ რეგიონში ხარჯავს თანხას, ესეც მნიშვნელოვანი კონტრიბუციაა ეკონომიკისთვის. ჩვენ ამ ყველაფერს ვიაზრებთ, რა თქმა უნდა და ჩვენთვის შიდა ტურიზმის განვითარება მნიშვნელოვანი ეკონომიკაში ვერ რჩება, ქართულ ეკონომიკაში ვერ რჩება კაპიტალი. დიდი მადლობა. ახალ წელს გილოცავთ ხალხო. გილოცავთ საუკეთესო სურვილებით და ყველაფერს საუკეთესოს გისურვებთ მომავალ წელს. დიდი მადლობა. ნახოთ როგორ იქნება 2026 ტურისტული მიმართულებით ჩვენი ქალაქისთვის. არწმუნებული ვარ, კიდევ უფრო წარმატებული ვიდრე 2025 იყო. დიდი მადლობა. დიდი მადლობა. ბათუმი ხო საოცრად ლამაზი ქალაქია, ხო და საახალწლოდ განსაკუთრებულად შესანიშნავია. დაათვალიერე გიო ჩვენი ქალაქი. დაათვალიერე მქონდა ბედნიერება. ფავორიტი უბადი რომელია? ძველი ბათუმი საოცარია, ევროპის მოედანი საოცარია, თითოეული კუთხე კუნჭული. ბათუმის ბულვარი ძალიან ლამაზად გამოიყურება, განსაკუთრებით გედების მიმდებარე ტერიტორია. ხო და ჩვენმა კორესპონდენტმა ნონა მგზავრიძემ გადაწყვიტა თქვენთვის საახალწლოდ მორთული ბათუმი დაეთვალიერებინა. ნახოთ სიუჟეტი. თუ ყომდება სიუჟეტი რა მინდოდა მე თქვა ყომდება მოდი მინდა კითხო შენ თუ მოიარე ბათუმის ქუჩები ამ საახალწლოდ. აი მინდოდა ზუსტად მე თქვა რომ გარდა იმისა რომ არის რამდენიმე ქუჩა რომელიც შთამბეჭდავია და ცენტრალურია და განსაკუთრებით მორთულია. იცი ჩემთვის განსაკუთრებით მყუდრო და ჯადოსნურია სეირნობა თუნდაც ახალი ბულვარის ტერიტორიაზე, აი ფიცარნაგზე, ზღვისპირას და გლინტვეინის მირთმევა, რომლებიც იყიდება და რაღაცნაირად განსაკუთრებული სითბო და სიმყუდროვეა ამ შემთხვევაში. ამიტომ ზოგჯერ შეიძლება გავცდეთ კიდეც აი ამ ცენტრალურ უბანს და ზოგადად შევიგრძნოთ წინა საახალწლო განწყობა, რომელიც თითოეულ კუთხე კუნჭულში სუფევს, თუმცა რა თქმა უნდა ცალსახაა, რომ ერას მოედანი განსაკუთრებით ირჩება და ხო, ევროპის მოედანი განსაკუთრებით პომპეზურია წინა საახალწლოდ, ესე ქვია კიდეც ხო საახალწლო სოფელი. შენი საყვარელი საახალწლო კერძი რომელია, ჰანი? აი გლინტვეინთან ერთად. ჩემი საახალწლო საცივი? მე ხო არ ვარ გურმანი და ჭამა არ მიყვარს. საცივი ჩემთვის არის ძალიან მძიმე. ალბათ მოდი ნუგბარი ჩურჩხელას ვიტყვი. ჩურჩხელა საოცარია. შენი გიო? მე ესე იგი საახალწლოდ მიყვარს მივირთვა გემრიელი გოზინავი. არ არის შორს შენი არჩევანისგან, თუმცა ასევე საცივი ხა ქართული სამზარეულოს პაეტონი საოცარია. ხო, მოდით ახლა სანამ ჩვენ მათას აღზრავთ ჩვენს ტელემაყურებლებში, ნონა მგზავრიძის სიუჟეტი ვნახოთ, რომელმაც საახალწლოდ მორთული ბათუმი დაათვალიერა თქვენთვის. Ho ho ho, shake up the happiness, wake up the happiness, shake up the happiness, it's Christmas time. There's a story that I was told and I want to tell the world before I get
დეკემბერია და საღამოს ქალაქში ყოფნა დღესასწაულად იქცევა. განათებები, ხალხი და ენერგია ერთ მთლიან ისტორიად იქცევა. გილოცავ ახალდის. ყველას გილოცავ და ახალი წელი. არსებობდეთ მრავალ და შედადიანი და სიხარული ყოფილიყო. ბევრი ბავშვი გაახარეთ ბამბის დაყინით წელს. ძალიან ბევრი. Beautiful. გილოცავთ. ახალ. Sales. გამარჯობა. ერთი გლინდვაინი თუ შეიძლება. სასწაულია. მინდა მიულოცო ჩვენს ქალაქს, ჩვენს კუთხეს, მთელს ქვეყანას. დამდეგი შობა ახალი წელი. მრავალს და ეს არის ბედნიერება ჩვენს ქვეყანას, რომ ყველაფერი კარგად იყოს. ჩვენი თაობისთვის. ჩვენი ოცნებების ასრულების წელი ყოფილიყო 2026 წელი. ყველა საქართველოს მოქალაქეს მიულოცავ დამდეგ შობა ახალ წელს და უსურვებ, რაც მთავარია ჯანმრთელობას, ხვალს, ბარაკას, სიხარულს, სიყვარულს და სიკეთეს. ჩემო საყვარელო ბათუმლებო, გილოცავთ დამდეგ ახალ წელს. მრავალს და ეს არის. ყველას მინდა მიგულოცო დამდეგი 2026 წელი. მინდა ყველასთვის ეს წელი იყოს ხალისიანი, ბედნიერი, წარმატებების მომტანი და რა ვიცი, ყველა მინდა იყოს, რომ 2026 წელს იყოს ძალიან ბედნიერი, გახარებული და რა ვიცი, ყველაფერს საუკეთესოს ვუსურვებთ ყველას. დაგიბრუნდით, ვაგრძელებთ ისევ, რა თქმა უნდა, საახალწლო განწყობით. ერთ-ერთი მთავარი საგონებელი, რის წინაშეც ვდგებით ხოლმე წინა საახალწლოდ, ეს არის კითხვა, რა ვაჩუქოთ ჩვენ საყვარელ ადამიანს. კი ბატონო. გვინდა რომ ეს იყოს დასამახსოვრებელი, საჩუქარი, სანუკვარი, ჯადოსნური იერიც თან დაჰკრავდეს, როგორც ჩვევია ზოგადად აი ამ პერიოდს და მისთვის არის დამახასიათებელი. ასეთ დროს ხელნაკეთი ნივთის ჩუქება არის, დროს არის ცუდი იდეა. გამომდინარე იქიდან, რომ ხელნაკეთი ნივთი ატარებს განსაკუთრებულ ენერგეტიკას, ის გაჯერებულია იმ ემოციებით, რა ემოციაში, რა კონდიციაში ყოფნის დროსაც ქმნიდა ადამიანი მას, გაჯერებულია ფიქრებით, საზრუნავით, დიდი სიყვარულით და ამბობენ კიდეც, რომ მართლაც განსაკუთრებული ენერგია აქვს ხელნაკეთ ნივთს. მეწარმე ქალბატონებს ვმასპინძლობთ ახლა ჩვენ, რომლებიც გაგვიზიარებენ თავად როდის დაიწყეს ამაზი დეკორაციების შექმნა და ჩვენც გვასწავლიან რამდენიმე ხრიკ სახლის პირობებში როგორ შექმნათ საჩუქრები ჩვენთვის საყვარელი ადამიანებისთვის. ლელა მუკუტაძე და ნინო გაბრიაძე არიან ჩვენი სტუმრები. ქალბატონი ნინოს შემთხვევაში დეკორაციებზე არ ვსაუბრობთ, ნუგბარზე ვსაუბრობთ და მე და გიორგი ვახსენეთ ქართული სუფრის განუყოფელი ნაწილი, ტკბილეული, ქართული, ავთენტური, ჩურჩხელა და წარმოდგენილია ახლა ჩვენს ეთერში და ბუნებრივია საახალწლო დეკორაციებიც. მოგესალმებით ქალბატონებო. მოგესალმებით. ქალბატონ ლელა, მოდით თქვენგან დავიწყოთ. რა საკში, როდის, რა ემოციურ კონდიციაში გადაწყვიტეთ შეგექმნათ ხელნაკეთი ნივთები, რა დროს ჭირდება თითეული შექმნას, იმიტომ რომ აი ამ პატარა აქსესუარის შექმნამ შეიძლება წაიღოს რამდენიმე კვირაც კი, ხო? იმიტომ რომ დიდ შრომას და ემოციებს აქსოვთ თქვენ მასში და ალბათ ამიტომაც განსაკუთრებული ფასი შეიძინა ბოლო დროს ხელნაკეთმა ნივთებმა. მოგვიყვებით. ბავშვობიდან ვარ გადაცებული ხელსაქმიანობით. ბავშვობიდან. ხო, ვქსოვდი, ვკერავდი.
რაღაცა მძივებით ვაკეთებდი. თავიდან დავიწყე სამკაულებით და მე საბოლოო ჯამში ჩემი თავი ვიპოვე აი ამ ჩანთებში. ძირითადი აქცენტი მაქვს გაკეთებული აი მულენის ჩანთებზე, მაგაზე ვმუშაობ. ძალიან ეს შემთხვევითია იქ ხომ ალბათ რატო აკეთებთ ძირითად შემთხვევაში ჩანთებს ალბათ უფრო მოთხოვნადია? დიახ, მოთხოვნადიც არის და ძალიან ელეგანტურია, სულ სხვა დონეა, სულ სხვა შთაბეჭდილებით არის, როდესაც ადამიანი ანუ ქალბატონი იკავებს ამას ხელში, რაღაცნაირი განცდაეუფლება, რომ თითქოს კი არა განსაკუთრებულია ამ შემთხვევაში და მეც რა თქმა უნდა ეს ძალიან მომწონს ჩემი საქმიანობა და მინდა ამ სფეროში გავყვე. აი ქალბატონი ნინოს კითხოთ. ეს არის პროდუქტი, რომლის გარეშეც ახალი წელი არ დგება საქართველოში. ეს არის ნატურალური ჩურჩხელა, რომელიც მთავარი კერძია, დესერტია ქართული სუფრის, ხო? გითხარით თქვენი საქმიანობის შესახებ ქალბატონო ნინო, ვიცი რომ რაღაც სპეციფიურად გამომშრალი ხილისგან მზადდება ეს ყველაფერი, ნუგბარი, რომელიც ამშვენებს ხოლმე ჩვენ საახალწლო სუფრას. მოგესალმებით თქვენს მაყურებელს, მადლობა მოწვევისათვის. მოგახსენებთ, რამდენიმე გრანტი მაქვს მოგებული და დაწყებული მაქვს ჩემი საქმიანობა ჩირის სახეობებით, ან მანდარინის ჩიფსით მოვიგე პროექტი და შემდეგ გადავედი ჩურჩხელაზე. და რომელმაც ყველა ჩირი ჩაანაცვლა, იმიტომ რომ ჩურჩხელამ უფრო დიდი მოწონება დაიმსახურა და ალბათ დავამატე მე ყურძნის წვენს, მანდარინის წვენით ვაკეთებ, ეს ყვითელი არის მანდარინის წვენით დამზადებული. და ასევე ვაკეთებ კიდე ვაშლის წვენით და ეს ყურძნის წვენი ეს რაღაც სიახლეა ხო? როგორ შეხვდა მომხმარებელი ამ სიახლეს? იმიტომ რომ როცა რაღაც ავთენტურს ეხება საქმე, იქ ძალიან გვიყოს ტრადიციულობა და ექსპერიმენტების ცოტა კვეშინია. როგორ შეხვდა? საერთაშორის გაგას მაგ პრობლემას შევეჩეხე ასე ვთქვა და ცოტა ზოგი ბრაზდებოდა რა მანდარის ჩურჩხელა, მაგრამ ზოგს არც უნდა ხოლმე რა რომ მიდეკავენ და რომ მიმაქვს რა ასინჯებ. ძალიან ბევრი მომხმარებელი შევიძიდე, ან მარტო მანდარის რო ყიდულობს, მანდარის ჩურჩხელა. რომ მანდარინის ჩურჩხელა ნამდვილად აღმოჩენაა. ცოტა მომჟაოგებია. რატომაც არა. რატომაც არა. დიახ. აი გრანტები ახსენეთ ქალბატონო ნინო და ალბათ ეს ფინანსური რესურსი ხელშეწყობა ძალიან მნიშვნელოვანია, როცა სტარტაპზე ვსაუბრობთ, ხო? მარტო იდეა და მარტო ენთუზიაზმი საკმარისი არ არის იმისთვის, რომ შემოსავლიანი გახდეს ეს საქმიანობა. მოგვიყევით თქვენი გამოცდილება გრანტების მიმართულებით კონკრეტულად იმიტომ ვფიქრობ ეს მაგალითი იქნება იმ ქალბატონებისთვის, რომელთაც სურთ წამოიწყონ ახალი საქმე, რომ მხოლოდ ქალბატონებისთვის, მამაკაცებისთვისაც და ეცოდინებათ, რომ არსებობს რაღაც კონკრეტული ხელშემწყობი გზები. მოგახსენებთ, მე ძალიან ბევრი ორგანიზაციაში მაქვს მიღებული გრანტი, რამდენიმე გრანტის მფლობელი ვარ. თავიდან მხოლოდ აპარატურა მქონდა დაწერილი, შემდეგ პატარა საწარმო მქონდა სახლში 20 კვადრატი და ჩემი ოცნება იყო მქონდა ცოტა დიდი საწარმო, როდესაც ჰასპის სტანდარტით ყველაფრით და ეს ოცნება 2 წლის წინ ავიხდინე სოფლის საჭარის ადგილობრივ სოფლის მეურნეობის სამინისტროს პროექტში მივიღე მონაწილეობა და მოვიგე დიდი გრანტი, რომელთაც ავაშენი საწარმო. დავასაქმე ადგილობრივი ქალბატონები და მუშაობთ, აღარ ყოფნის უკვე სამწუხაროდ. და ახალი კიდევ უფრო უნდა გაფრთხილდეთ. მუშაობთ ზაფხულში ძალიან დატვირთულები ვართ, მაგრამ ახალი წლის პერიოდში მოგეხსენებათ. ვინც არ ვიცნობს, ვინც ვიცნობს, ყველა მირეკავს და ძალიან მიჭირს, ვერ ვასწრებ რაოდენობის დამწადებას და ჩემთვის არის ძალიან ძნელი. არ ყოფნის აპარატურა უკვე ანუ ამ პერიოდში ძალიან ცოტა იმას ნიშნავს, რომ მოთხოვნადია თქვენი პროდუქცია და ეს თან კარგია, თუმცა თან გამოწვევაა თქვენ შეგ. დიდ ქსელურ სასტუმრებში შევდივარ, ადგილობრივ 5 წელია. და ვითარდებით ნელა ტურისტებისთვის ტურისტებისთვის არის ძალიან განსაკუთრებული. ვითომეტეს ამოვლების პროცესი. ადგილზე მოდიან, დიახ, და იმდენად აღრთონებულები არიან, რომ აი არ ვიცი, მე თვითონაც შევდივარ ხოლმე აზარში, ისე უხარიათ ამ პროცესის ნახვა. ვიდეოს იღებენ, პირდაპირ ეთერებს რთავენ და ძალიან უყვართ რა ეს პროცესი და ქალბატონო ლელა, აი ჩვენ სათამაშოებიც გვაქვს, ანუ შეგვიძლია მოვთოთ. ძალიან გაერთო ყველაფრით. შეგვიძლია მოვთოთ, ხო? ხო, ნუ საახალწლო ეთერი გვაქვს, აბა როგორ. ესე იგი, ეს არის მარგალიტების სათამაშო. აბა თუ დაიჭერე. აი მე არ დაზიანდეს. არ დაზიანდება ეს მარტივად. ეს სპეციალურად დაზიანდება. თქვენი გამოცდილება მოგვიყევით ლელა, რამ შექმნა კომფორტული ნიადაგი იმისთვის, რომ გაგეგრძელებინათ ეს საქმიანობა.
და არ დარჩა მხოლოდ უბად და გატაცება. ანუ პირველ რიგში ის რომ შემოსავლის წყაროც არის, რა თქმა უნდა, მაგრამ ის რომ ყველაზე მეტად მიზიდავს და ჩემი სამყაროა და აი რაღაცნაირად ვერ ვეშვები ამას ეს და ბავშვობიდან რო ესე მომყვება და რაღაცა აი თავისუფალი დრო რომ მაქვს მინდა რომ მიუძღვნა აი ამ საქმიანობას რა. აი რა არის თქვენთვის? არის თუ არა თერაპია, თავისუფლდებით თუ არა იმ რაღაც ნეგატივისგან, დაღლილობისგან, რითაც სავსეა ჩვენი ყველაფერი რაც ჩამოთვალეთ, აი აქ ამიდან მე თავისუფლდები და ჩემი სამყაროა რა. აი საინტერესოა ჩემი პრაქტიკიდანაც. საინტერესოა თქვათ როგორ შეიძლება ეს ყველაფერი მივიდეს მომხმარებლამდე, ხო? ტურისტამდე, იმიტომ რომ თქვათ საახალწლოდ ყველა ერთმანეთს რაღაცას შუქნის, ხო? მე რასაც ნახულობ, ეს ყველაფერი ისე ამორთული, რომ მართლაც საშობაო საახალწლოდ გამოდგება, ხო? სად შეიძლება თქვათ როგორია მისი წარმატება, რამდენად აი ქალბატონი გვიამბო, რომ გაფართოებას გეკნევს უკვე იმდენად დიდია მოთხოვნა. თქვენ შემთხვევაში როგორაა საქმე? ჩემ შემთხვევაში ამჟამად ონლაინ სფეროში ვარ ჩართული და იქიდან გამომდინარე თავიდან რომ რაღაცა განვათავსე, სულ მცირედი და ძალიან ისეთი გამოხმაურება მოყვა და რაღაცა აი სტიმული იქნებოდა. არ ველოდი ნამდვილად და აი ეს სტიმული რო შემექნა, მე ფაქტო მასშტაბურად დავიწყე ეს ფიქრობ, რომ სამომავლოდ აუცილებლად უნდა გავაკეთო ის სფერო, ჩემი სფერო, სადაც იქნება განთავსებული, განლაგებული ჩემი პროდუქცია და ყველა მომხმარებელს შესაძლებლობა ექნება, რომ ადგილზე ნახოს და შეიძინოს. ანუ სოციალური ქსელები ძალიან ეხმარება მეწარმეებს, განსაკუთრებით სტარტაპერებს, ხომ? მოგვიყევით ამ კუთხით, როგორ გეხმარებათ, იქ იგივე ბუსტისთვის ალბათ რესურსიც არის საჭირო, ფულადი რესურსიც, როგორ გამოიყურება ეს პროცესი, საინტერესოა. ჯერ იწყება Instagram ან Facebook გვერდის შექმნით, ხო? შემდგომ რა ხდება? მე მაქვს ჩემი გვერდი, მაგრამ თქვენ წარმოიდგინეთ, რეკლამას არ ვაკეთებ, იმიტომ რომ ვერაუდი ვარ მომხმარებლებს. თქვენ შემთხვევაში არ დგას საჭიროება. არ დგას საჭიროება და ვცდილობ ჯერჯერობით ცოტას ვიმალები. ლელა, თქვენ შემთხვევაში როგორ იყო? ალბათ საწყის ეტაპი განსაკუთრებით გამოწვევებით იქნება სავსე. კი, იყო გამოწვევები რაღაცა, მაგრამ დავძლიერა როგორღაც და ანუ ფიქრობ, რომ ეს გამოწვევები ნებისმიერ ადამიანს აქვს დასაწყისში და მარტივი კუთხით უნდა გადახედო ყველაფერს და მიღწევა დიადა. თქვენ როგორ ფიქრობთ, ლელა, რამდენად აქტუალურია დღეს ქართული პროდუქტის ჩუქება ადამიანებში, ხო? აი თითქოს რაღაც ძვირადღირებულ ტელეფონს ამჯობინებენ, რაღაც ვაუჩერს იყიდის. აი ეს ხელით შექმნილი ეგრეთ წოდებული handmade-ით ან ქართული წარმოების რამდენად აქტუალურია დღეს ადამიანებში, იმისათვის რომ სადღესასწაულო დღეებში ერთმანეთს მსგავსი რაღაცეები აჩუქონ. დიდად აქტუალურია, ნამდვილად, იმიტომ რომ ხელით შექმნილი ეს ნივთი თითოეულში არის ჩადებული დიდი სიყვარული პირველ რიგში. და სიყვარულით რო აკეთებ ამას თვითონ რო ქმნი და რაღაცა ეს ადამიანები ამას ამჩნევენ. სხვანაირი კუთხით უდგებიან და რა თქმა უნდა აქტუალურობა აქედან გამომდინარე მოდის რა. როდესაც ამჩნევენ ამ სილამაზეებს. ბიზნესმენ ქალთა ასოციაციის წევრები ხართ, ჩვენ ხშირად ვსაუბრობთ ასოციაციის სხვადასხვა აქტივობის შესახებ. მოდით წელი შევაჭამოთ. საინტერესოა რა ღონისძიებები ჩატარდა დღეს, როგორი ხელშეწყობა ჰქონდათ ქალბატონებს, შემოგემატათ თუ არა ახალი წევრები, მეწარმე ქალბატონები? მე ვიტყოდი, რომ ძალიან ნაყოფიერი წელი იყო, კარგი ტრენინგები ჩაგვიტარდა. ყველა ტრენინგიდან რაღაცა მოგაქვს ასე ვთქვათ, ცოდნა. და შემოგმოდა ბევრი წევრი სხვათა შორის ახალი 100-ზე მეტი ვართ უკვე გაწევრიანებული ადგილობრივი ბიზნესი. გუშინ სხვათა შორის კორპორატიული გქონდა, ერთად ვიყავით, ძალიან კარგი იყო. კი, ძალიან კარგი. რამდენი წელია რაც გაწევრიანებული ხართ? მე დიდი ხანია, რაც არის. და რამდენმა დაიწყეთ დაახლოებით თუ გახსოვთ, იმისთვის რომ წარმოდგენა შეგვექმნას თუ როგორ შეემატა ქალმეწარმეთან თავიდან დაიწყო დაახლოებით რაღაცა 15-20 ქალი იყო თავიდან 15 რაღაცის.
და დღეს უკვე 100-ზე მეტი. ხო, საოცარი ქალბატონები არიან გაერთიანებული ასოციაციაში. მოვიკითხავთ ხელმძღვანელს ქალბატონ გურანდა გოგიტიძეს, რომელიც ხელმძღვანელობს და დღითიდღე იზრდება ასოციაცია, იმის გავსი ქალბატონებით, რომლებიც დღეს ანი ჩვენი სტუმრები არიან. მოდით სამომავლო გეგმებზე ვკითხოთ ჩვენს ქალბატონებს. გვიანბეთ თქვენი გეგმა რა არის იმ შემთხვევაში თუ გაფართოვდებით, მოგეცემათ თქვათ მექანიზაციის საშუალება, რა იქნება თქვენი გეგმა? ჩემი გეგმა იქნება, რომ აი ჩემი საშუალო აპარატები დავამატო, რომ ჩემი მომხმარებლები განაწყენებული არ დამჭირდება. პრაქტიკული გეგმები. ჩემთვის საკუთარი ბუტიკი რო შევქმნა ჩემი სახელით. და კიდევ ერთხელ რომ გავიმეორო ის რომ ყველა შეიძლება ახლო და რომ ნახონ ეს სილამაზეები და მე შეიძინონ, იმიტომ რომ ანუ სანამ შეძენამდე ეს პროცესი აქვს, რომ მხოლოდ ჩანს ონლაინ და ადგილზე ხელით შეხებით, ეგ სულ სხვა თემაა. შეიძლება უფრო ეფექტურიც იყოს. კი, ნამდვილად და ეხლა როდესაც ონლაინით უკვეთავს და ნუ რა თქმა უნდა სილამაზე ისედაც ჩანს, მაგრამ მე ადგილზე რომ მიდის და ეს ოვაციები რომ მოდის, ეს სულ სხვა. მოკლედ ორი სურვილი უნდა ჩავუთქვათ თოვლის ბაბუას და საახალწლო ღამეს, ხო? ეს არის თანამედროვე საშრობი აპარატები და ბუტიკი. მნიშვნელოვანია, ეხლა ჩვენ სტატისტიკაზე ვსაუბრობდით და ესეც შევაჯამოთ, ხომ? აი რამ განაპირობა ის, რომ ქალი მეწარმეების რიცხვი გაიზარდა, ხომ? ეს რაღაცა ბევრი სოციალური თემის ირგვლივ წარმოდგენას გვიქმნის. ეს იმას ნიშნავს, რომ ქალბატონები მეტად დამოუკიდებლები გახდნენ, გამბედავები გახდნენ, იმიტომ რომ მართლაც ძალიან რთულია იდეიდან განხორციელებამდე, აი ეს მანძილი მოკლეა, თუმცა ყველაზე რთულია, ასე მგონია, ძალიან დიდ ნებისყოფას მოითხოვს და ეს რისკი, იმიტომ გვეშინია მარცხის და აუცილებლად უნდა გავბედოთ და მე მგონია, რომ ერთმანეთს აძლიერებთ. თითოეული თქვენგანის მაგალითი არის სტიმული ერთმანეთისთვის და ეს ქალური სოლიდარობა უძლიერესი ძალაა, უძლიერესი სინერგია, სამყაროს მართვა შეუძლია, ასე მგონია. იცით რა მინდა გკითხოთ? აი თუ კი მინდა სახლში დავამზადო მსგავსი ტიპის დეკორაცია, ბუნებრივია სტატური პირველივე ჯერზე არ გამომივა. მაგრამ აი მაინც რაღაცა გარკვეული ხრიკები გაგვიზიარეთ, როგორ გავუხაროთ ჩვენს ოჯახის წევრებს გულები. სხვათა შორის ეგ დასაწყისში რთულად გეჩვენებათ, მაგრამ თუ გულით მოინდომეთ, სიყვარულით მოინდომეთ, აუცილებლად გამოგივათ ნებისმიერი ის, რასაც თქვენ უყურებთ. სხვათა შორის მასტერკლასებზე ბევრი შემოთავაზება იყო და წელს ვფიქრობ, რომ ონლაინ მასტერკლასები მინდა ჩამოვაყალიბო ძალიან კარგი, იმიტომ რომ ძალიან ბევრი სურვილი არის, რომ შეისწავლოს. ისე თვითნასწავლი ხართ თქვენ? თვითნასწავლი ვარ, კი. ჩემი ექსპერიმენტებით არის დამზადებული, ყველას თავისი რაღაცა მისი ხრიკები აქვს, რომელსაც მასტერკლასის გაკვეთილებში გავანდობ. ბატონინო, თქვენ შემთხვევაში გვაინტერესებს, აი ეს იდეა რომ მოვიდა ექსპერიმენტული ჩურჩხელების დამზადების, ინსპირირებული ყავ ოჯახის წევრებისგან იქნება ეს იყო ბებიის რეცეპტი თუნდაც, თუ აბსოლუტურად თქვენია, საავტორ. თითქმის ჩემი, ასე ვთქვათ, ძალიან მიყვარდა ჩურჩხელა ბავშვობიდან და როდესაც შეესწავლება დავიწყე, ვფიქრობდი, თუ გაშრა ჩურჩხელა რატო არ გაშრება მეთქი. და საჭი არ მქონდა, რა თქმა უნდა, აპარატს ხონდა თავის და საზუსტ ჩამომეკიდა ჩურჩხელები და მამოთის დავამზადებინე სპეციალურად მე თვითონ მოვიგონე ეს ყველაფერი და გავაშრე ჩურჩხელი, იყო ექსპერიმენტი, იყო 200 წელი ჩურჩხელა. 200 და რო გავაკეთე, სადღაც გამეყიდა, არ ვიცოდი. ჯერ ალბათ ოჯახის წევრებს დააგებონებინათ. რა თქმა უნდა. და მეგობრებმა დამეთმანენ დასაწყისში რომ გამეყიდა ჩემი პროდუქცია პირველი ჩურჩხელის შევფუთე ვაკუუმში ძალიან ჩურჩხელები და ესე ნენა მეგობრების დახმარებით გავყიდე. პროფესიით ვინ ხართ? ეკონომისტი ვარ პროფესიით. თქვენ? ქიმიკოსი. ქიმიკოსი, ანუ არასდროს არის გვიან ცხოვრების თავიდან დაწყება და იგივე პროფესიის თვალსაზრისით, ხო? რაღაცა ნიშაში არ უნდა მოვექცეთ. გეთანხმებიანი, თან ეხმარებათ ჩემი აზრით თავიანთი პროფესია საქმიანობაში, იმიტომ რომ ეკონომისტი და ბიზნესი ახლოს არიან
ერთმანეთთან და ქიმიურად, ესე იგი, ექსპერიმენტებში გამოიყურება სასწაულად, ეს ყველაფერი ქიმიაა, ესე რომ ვთქვა. მინდა ვკითხო ალბათ ნინოს, ჩურჩხელაზე ყოველთვის ჩვენ საუბრობთ თუ როგორი გემრიელია, ქართული სუფრის განუყრელი ნაწილია, საოცარი გემოები აქვს, თუმცა მის სარგებლობაზე, მის ავთენტურ თვისებებზე არავინ საუბრობს. რამდენად სასარგებლოა ჩურჩხელა და შეიცავს თუ არა ვიტამინებს? მე ვფიქრობ სასარგებლოა, ნიკოზი მოგეხსენებათ, ისედაც ძალიან კარგია და თვითონ შაქარს არ ხმარო, ძალიან ცოტას ბუნებრივი შაქარი რაც გაიხსნას, დიახ და თავის მანდარინში უმეტეს ან უყვართ ეს მჟავე როა და კი ბატონო. თავის ის მჟავე აქვს და ვისაც ტკბილი არ უყვარს, ჩემ ჩურჩხელა არა ტკბილი და რა ვიცი მყავდა რამდენიმე მოხმარებელი, რომელსაც პრეტენზიას გამოთქვავდა, რომ სიტყვა არ ქონდა. აპირიქით სიტყვა. ხო, უნდა მაგრამ მაგის გამო არ დავიმატებია, ამიტომ მიეჩვენე ჩემი მოხმარებელი. ისე ითვალისწინებთ ხოლმე ესე რაღაცებს ცოტას ვითვალისწინებ, ხა ვისაც ცალკე შეკვეთით ვაკეთებ, ან მასწავლს თქვა. თქვენ შემთხვევაში ალბათ ნინო აი ქიმია ახსენეთ, ქიმიკოსი ვარო და რამდენად ნატურალური ქვებია, მესმის რომ ხელოვნური ქვების გარეშე არ გამოვა, თუმცა დღეს როდესაც დიდი მოთხოვნაა ეკოლოგიურად სუფთა პროდუქტზე, იყენებთ თუ არა ისეთ ნივთიერებებს, ისეთ ინგრედიენტებს, რომელიც არ იქნება დამაზიანებელი მოხმარებლისთვის. კი, საერთოდ ჯამში არც ერთი არ არის დამაზიანებელი ადამიანის ჯანმრთელობასთან დაკავშირებით. არის განსხვავება, რა თქმა უნდა, უმაღლესი ხარისხი კრისტალი, რომელიც არაფერი არ მოსდის, წლების განმავლობაში შეუძლია თავი შეინახოს ჩვეულებრივად და მარგალიტზეც ასევე შემიძლია თქვა და ნებისმიერზე. უბრალოდ ხარისხებით არის დაყოფილი კრისტალი, არის უმაღლესი ხარისხი და გამორჩევა იმით, რომ სიბრჭყვიალე რაც აქვს ეფექტურობა, ელეგანტურობა არ ეკარგება. ბუნებრივად აქვს. სხვადასხვა ხშირად ჩივიან ხოლმე დეფიციტის შესახებ, აი მასალების დეფიციტის შესახებ და ამბობენ, რომ აი ბათუმში არ არის და მიწევს გამოწერა ან დედაქალაქში წასვლა. თქვენ პირადად სად იპოვეთ ეს უამრავი მასალა? ეს სიტუაცია არის, თუმცა ყველანაირად ვეცდები, რომ აი მომხმარებელი რასაც მიყვეთავს ზუსტად ის მასალები ადგილზე მქონდეს გამოწერითაც ხდება ხო რა თქმა უნდა თუ არ არის ადგილზე მიწევს მეც გამოწერით შეძენა და მე დამზადება ამ შემთხვევაში ცოტა დროში იწყება ალბათ პროცესი თუმცა იწყება მოდით აი გააჟღერეთ ჩვენ არის ჩვეულებრივ სტუმრობა თქვენი შეტყობინებები ქალბატონების მიმართ და მიულოცეთ ახალი წელი გითხრობთ ასპარეზს. თუ გინდათ თქვენ დაიწყეთ ქალბატონი. მე ვეტყოდი ქალბატონებს რომ არ შეეშინდეთ არაფრის. ყველაფერი ნულიდან დავიწყე და ვარ ერთ-ერთი მაგალითი და ყველა მიცის ჩემს გარშემო. არ შეეშინდეთ თუ კი რაიმე სრული აქვთ მონდომება და უნდა გადადგანა ბიჭი რა თქმა უნდა. ძალიან დიდი პრობლემები თქვენ ძალიან კარგად ჩამოვაყალიბეთ, წეღარ გისმენთ, აი მეგონა ჩემზე საუბრობდით. კარგად ჩამოვაყალიბეთ, ბევრი რა თქმა უნდა წინააღმდეგობა შემხვდა, ბევრის, მაგრამ არ უნდა დანებდე, ეს არის მთავარი. და რაც გულით გინდა ჯერავს რომ გამოვა, იმიტომ რომ ისე ძალიან მინდოდა საწარმო მქონოდა და უკვე მაქვს და ძალიან ბედნიერი ვარ და ვფიქრობ, აი ვისაც რაც უნდა, თქო, არ უნდა გაჩერდონ და გააკეთონ. იმდენი შესაძლებლობა იყო და ეხლაც არის ეს გრანტების სახით, რომ შეუძლიათ გამოიყენონ. უბრალოდ ცოტა ის არის ინფორმაციას ვერ იგება ხოლმე სოციალურ ქსელებში კი არის, მაგრამ მაინც თუ პირადად არ დაუძახეთ, არ აუხსენით, ცოტა რთულად მიუწოდებათ ხელი, ასე ვთქვათ და ბევრს ვეხმარები მე თვითონ. პროექტების და პროექტებიც ბევრი დამიწერია მე თვითონ წერ პროექტებს და ბევრს დავხმარებ ქართულ თავს მეშვეობით. დიახ, უკვალოდ ბევრს ვეხმარებოდი ხოლმე, ეხლაც ვეხმარები თუ კი რაიმე სჭირდებათ ინფორმაციასაც ვაწოდე. თუ კი რაიმე პროექტი არსებობს და ვფიქრობ რომ უნდა გაჩერდნენ თუ კი რაიმე უნდა სულით გულით გამოვართ და დამოუკიდებელი რო ხარ ძალიან კარგი რა თქმა უნდა და მიულოცავ ყველას თქვენს მაყურებელს ყველა ქალბატონს სულიად საქართველოს დამდეგ ახალ წელს. კი ბატონო, რას დაამატებთ ლელა? ორი სიტყვით ვიტყვი, სიმშვიდე და მოთმინება, უდიდესი ძალის გამოვლენება და თუ ეს ადამიანს გააჩნია, შესძლებს მიაღწიოს ყველას ის რაც სურს. ამიტომ არც ერთ ქალბატონს ვეტყოდი, უფრო სწორედ ყველა ქალბატონს ვეტყოდი. ხო, რომ არასოდეს არ დანებდნენ იბრძოლონ და მიუხედავად იმისა, რომ გამოწვევები ნამდვილად არსებობს და ეს ეტაპობრივად აუცილებლად უნდა გაიარო, რომ გაძლიერდე და
ყველაფერი არის მიღწევადი. დიდი მადლობა. მე კი გისურვებთ ქალბატონებო. გისურვებთ რომ საბრძოლველად არ გქონდეთ საქმე. ყველაფერი თავისუფლად და მარტივად გამოგხსნათ. უგმესი მადლობა ბედნიერი 2026 წელი თქვენ. მადლობა ჩვენს. დაგიბრუნდით, სტუმარი შემოგვიერთდა. ახლავე ვიტყვით რა თემასთან დაკავშირებით ვისაუბრებთ ჩვენ აჩიკო გოგიტიძესთან ერთად, მომღერალი აჩიკო გოგიტიძე. რამდენიმე დღის წინ რუსთაველის სახელობის აკადემიური თეატრი იმყოფებოდა გასტროლებზე ინდოეთში. მარია კალასის ბიოგრაფიის შესახებ დაიდგა ეს სპექტაკლი. იხილეს მაყურებლებმა, დიდი ოვაციები მოჰყვაო, ვიცით, ესე ჩიტმა ამბავი მოგვიტანა და აჩიკო გოგიტიძე არის მიწვეული წევრი რუსთაველის თეატრის, გაგვიზიარებს შთაბეჭდილებებს ამ გასტროლებიდან და ასევე მარია კალასის ფენომენზეც ვისაუბრებთ. რამდენიმე დღის წინ აჩიკოსთან როცა გადავიყვეთეთ, დიდი აღტყინებით გვიყვებოდა მარია კალასის შესახებ და განიცდიდა იმ დრამებს, რომლებიც განიცადა მარაჩვეულებრივმა ქალბატონმა. მოგესალმებით კიდევ ერთხელ. აჩიკო, მოგესალმებით. გილოცავთ დამდეგ ახალ წელს. ასევე. ბედნიერი წელი. კარგად მოგზასწრელი რომ წლის ბოლოს ვაჯამებთ თქვენთან ხოლმე. კი ბატონო, კარგად და ასევე თქვენს გისურვებთ რომ საუკეთესო წელი ყოფილიყოს 2026. მადლობა. აბა გასტროლზე როდის წახვედით და როგორ იყო შთაბეჭდილება? ინდური ვოიაჟი. ინდური ვოიაჟი საკმაოდ. თავიდან მეგონა რომ ერთ ქალაქში მივიდიოთ, იმიტომ რომ დელი ახლა ჩემთვის ჩემთვის ახლა მაინც დელი იყო. კი ბატონო. კარგადაც არ ვიცნობდი ინდოეთის ქალაქებს, მოგვიწია დაახლოებით 5-6 ქალაქში ოფნა 10 დღის განმავლობაში, რამოდენიმე ქალაქში სპექტაკლების თამაში, ასევე ძალიან კარგი იყო, რომ საერთოდ გასტროლებზე როცა მიდიხარ, თამაშობ სპექტაკლს და წამოხვალ, არ არის ზოგადად საშუალება, აქ იყო საშუალება, რომ თან შეგვეგრძნო ინდოეთი. თავისი კულტურით, ისტორიით, სამზარეულოთი, რაც ყველას აინტერესებდა, როგორი იყო და მე მინდა გითხრათ, რომ ძალიან გემრიელი იყო. ინდური სამზარეულო. რა მოგეწონა ყველაზე მეტად აჩი თუ ახლა სახელებით არ მახსოვს, მაგრამ ის მივხვდი, რომ ძალიან ახლოს არის ჩვენი. ახლოს არის ჩვენთან. ჩვენ კერძო ლობიო საქები. ნუ ლობიო არის სასწაული, იმიტომ რომ ყველა ჩვენი მსახიობი კითხულობდა და ლობიო თუ არის დღეს, ესე იგი მენიუშია. და ძალიან ბევრი კერძი გავს საერთოდ, იმიტომ რომ ეტყობა ეს სუნელები ყველაფერი სანელებლები სანელებლები. რაც შეეხება ახლა მარია კალას, ძალიან აღტკინებით უყვებოდი ანის იმდროს გადაღება როცა მქონდა. კი ბატონო. საახალწლო მარია კალასი თითქმის ყველა ადამიანის ახლობელია, იმიტომ რომ ეს არ არის აუცილებელი რომ იყო საოპერო მუსიკის მოყვარული. ძალიან ბევრი წიგნი დაწერილა, მისი წერილებიც არის გამოქვეყნებული, ასევე ბიოგრაფიული, ავტობიოგრაფიულიც. ძალიან დიდი ტრაგედია, გარდა იმისა, რომ საოცარი კარიერა გააკეთა და იყო ნომერ პირველი მომღერალი და არტისტი მსოფლიოში. საერთოდ დიდი ადამიანებს დამეთანხმებით, რომ ახლავთ პირად ცხოვრებაში ის დიდი იმედგაცრუებები, რამაც მე აიძულა ბევრი კინორეჟისორი, ასევე ბევრი დრამატურგი, რომ შეექმნა მარია კალასზე ფილმები, სპექტაკლები და სწორედ აი ეს სპექტაკლის, რომელიც ეკუთვნის ტერეს მაკნელს, ამერიკელ დრამატურგს, რომელიც ეს სპექტაკლი გადის თითქმის ყველა ქვეყანაში, ანუ ყველა რეჟისორს უბრუნდება ამ სპექტაკლს. ბატონო რობერტმაც მე ვფიქრობ, როგორც ყოველთვის, რომ ბატონ რობერტს შექსპირის გადაწერაც შეუძლია და გაუკეთებია ხოლმე და ჰამლეტიდან საერთოდ მონოლოგიც კი ამოუღია და ხა წარმოგიდგენთ ამ პიესას როგორ თავისებურად მოირგებდა და ანუ არ გაყვა მარტო პიესას, არამედ შეიტანა მისი შტრიხები და ამადა საოცარი ტექსტები, ასევე შემოიყვანა ის პირადი ცხოვრების მთავარი პერსონაჟი არისტოტელ ნასესი, რომელზეც მიდის მთელი სპექტაკლი. რეალურად ყველას გონია, რომ ეს არის საოპერო თემატიკაზე სპექტაკლი, რომ მარია კალასი ხმაურე დაკარგული, ხმა შესუსტებული მარია კალასი ატარებს გაკვეთილს, მაგრამ ამ დროს მარია კალასი მთელი გაკვეთილის განმავლობაში ყველა დეტალზე ახსენდება ის ადამიანმა, რომელმაც მთელი ცხოვრება გაულამაზა და ასევე მთელი ცხოვრება მაინც თვითონ მადლიერია. საკრალური მამაკაცი ონასისი. ჰაჩი, მე ვათვალიერებდი შენ სოციალურ გვერდს და საოცარი სტორები ქონდა, ფოტოები ინდოეთიდან, ხო? იქ როგორ დააკუთხნენ იქ რაღაც მოხუნძლული ყვავილების გვირგვინით და ასე შემდეგ, რაღაც სპილოებით სეირნობა, საოცარი დახვედრა მოგვიწვეს, ხო? მე მაინტერესებს იქაური პუბლიკა. როგორ შეხვდნენ, როგორ ჩაიარა თვითონ პრემიერამ, როგორი იყო უკურეაქცია გვიანბე ამის შესახებ. ყველა მიცით, რომ არ ვიღოთ ინდოეთის ნამყოფი, ვიცით, რომ კონტრასტების ქვეყანაა. რაც შეეხება პუბლიკას, ქვეყანა, რომელიც არის 1,4 მეტი მოსახლეობით და პირველ ადგილზეა. რა თქმა უნდა, იქაც არის საზოგადოება, რომელსაც უყვარს თეატრი, რომელსაც უყვარს ბიზნესი, რომელსაც უყვარს ისე ძველი სტილით ცხოვრება. ამ შემთხვევაში ჩვენ ქუჩებიც მოვიარეთ, ყველანაირი
სოციალური წრის ადამიანებს შევხვდით, მაგრამ რაც შეეხება სპექტაკლებს, ჩვენ ვითამაშეთ დიდ საუნივერსიტეტო ქალაქებში ეს სპექტაკლები, სადაც 700-800 ანშლაგით იყო, ეს სუბტიტრები გადიოდა ინგლისურ ენაზე, ანუ სპექტაკლის შინაარსაც გებულობდნენ. მე ძალიან ბევრ ქვეყანაში ვარ ნამყოფი და უფრო კიდე საერთოდ ინდოეთი არის ყველაზე თეატრალური ქვეყანა. ქუჩაშიც ხალხის ხვდები, იქაც თეატრი. იქაც თეატრია თავიდან არტისტული, მაგრამ პუბლიკას რაც შეეხება ბევრ თეატრალურ ქვეყანაში გვითამაშია ეს სპექტაკლი, მაგრამ რაც შეეხება რეაქციებს, რაც შეეხება აი იმ კიდე ირიბად ნათქვამი რეჟისორის ჩანაფიქრებს, მე მაგალითად გაოცებული ვიყავი, რომ ანუ აღიქვეს. საიდან მივხვდეთ თვითონ რეჟისორსაც რა უნდა და თუნდაც აი რო არ ჩანს პირდაპირ თემა, რომ არ არის სასაცილო ან არ არის სევდიანი, მაგრამ აი ეს მეტაფორული, აი კარგად დამეხმარა, მე მეტაფორული ნათქვამზე რო იყო რეაქცია, შეგვაყვარეს თავი, იმიტომ რომ ძალიან კეთილგანწყობილი ხალხი არიან. მე ძალიან მინდა რომ ერთ ადამიანს მივესალმე ხა ფოტოკოლაში დავინახეთ ან ეს ადამიანი. ეს არის დარპან რაშელი, რომელიც 2002 წლიდან ცხოვრობს საქართველოში და საქართველოს ეძახის მის მეორე სამშობლოს, რომელმაც უზრუნველყო ეს გასტროლები, არის საქართველოს, ქართულ ენას ფლობს ზუსტად ჩვენსავით, მე შემიძლია ვთქვა. მოვიკითხავთ. თავის შვილთან ერთად უკვე ცხოვრობს საქართველოში და ინდოეთ და საქართველოს კულტურულ ურთიერთობებში ძალიან დიდ როლს თამაშობს. გასაგებია. მე მინდა რომ მოვიკითხო ეს ადამიანი დიდი პატივისცემით, მან შეგვახვედრა ასევე რაც იშვიათია ხა ამ ხელა ქვეყანაში რომ ჩახვალ არა პროვინციის კულტურის სამსახურის უფრო შეგვახედა, არამედ მთელი ინდოეთის კულტურის და ტურიზმის მინისტრს ვეწვიეთ სახლში. ანუ რეზიდენციაში გაუზრუნველყო ესეთი ვიზიტი. ხელა ინდოეთის. მთელი ინდოეთის ვიყავით მასთან და შეიძლება იქნება ბატონი რობერტი მისულიყო მარტო და ეს საკმარისი იქნებოდა რომ მიიღო მსოფლიო რეჟისორი, არა მთლიანად დასიწავიყვანა ბატონმა დარპანმა და ჩვენ მას დავარქვით არა მარტო ჩვენ ანუ მთელმა საქართველოს დარისპანი და ჩვენ ესე დარისპანს ვეძახით ბატონ დარპანს და მოვიკითხავთ და მე ის ხარია რომ ძალიან ბევრი მართლა მაგარი ჯგუფები და კოლექტივები ყავს აჭარას თვითონ ადგილობრივი ანსამბლები, ჯგუფები, თეატრალური დასები, თოჯინების თეატრი და ბედნიერი კაცები იქნებით თუ აი ჩვენი მეგობრობით რომელიმე დას მაინც თუ წავიყვან და ინდოეთს შევაგზნობინებ ჩვენი აჭარის რომელიმე სახელოვნებო კოლექტივს ასე ორგანიზაციას ბედნიერი კაცები იქნება, იმიტომ რომ ეს ადამიანი არის ძალიან კეთილგანწყობილი და მას მადლობას ვეტყვი იმისთვის, რომ ესე შეგვაყვარა ინდოეთი. კი და შეიძლება იყოს კიდეც წინაპირობა ეს გასტროლი უკვე სამომავლოდ სხვა გასტროლებისა ინდოეთში. აჩიკო, მოდით ეს ზოგადად ვისაუბროთ ახლა საოპერო მიმართულებაზე, აქეთ ავიღოთ ორიენტირი, რა პერსპექტივებია დღეს საქართველოში საინტერესოა, თუ ისევ და ისევ უწევთ ხელოვანებს შეითავსონ რაღაცა სხვადასხვა პროფესია იმისთვის, რომ შემოსავალი ჰქონდეთ. პრობლემები ისევ რჩება, მაგრამ მადლობა ღმერთს, რომ თავარი პრობლემა არ აქვს საოპერო განხრით საქართველოში, რომ ხმების ნაკადი არ წდება. ხო, ეს თავს. ანუ ხმები მოდის, მსურველები ყოველთვის არის, ანუ ადგილებზე ჩაბარების დროს. ეხლა ხელოვნების უნივერსიტეტში ვიყავი და ისეთი ახალი ხმები მოვისმინე, რომ ნელ-ნელა კარგი იქნება, რომ ჩვენ დავუთმოთ, ნელ-ნელა ახალგაზრდებს გზა, იმიტომ რომ საოცარი მონაცემები აქვს და აქვს საშუალება, რომ სტაჟირება მიიღონ, მაგრამ აი რასაც შენ ამბობ, რომ რეალიზება მაინც ჯობია რომ თავიდან მაინც წავიდნენ და საზღვარგარეთ იმუშავენ, იმიტომ რომ ვერ გავა იმდენი სპექტაკლი ამ პატარა ქვეყანაში, ანუ 3 მილიონიან ქვეყანაში, სადაც არის 3 საოპერო თეატრი, ბათუმს თავისი დასი ყავს, ქუთაის, თბილისის ამხელა საოპერო თეატრი. მე ვფიქრობ, რომ სტაციონარად უნდა ყავდეს მაინც ადგილობრივ თეატრებს, მსახიობები დაუშვათ ჩემი სახით, რომელიც ღერის იმ პარტიებს რომ და აუცილებლად უნდა იყოს მოწვევა, გაიზრდება მომღერალი მაშინ, როდესაც აი სამივე თეატრი მოიწვევს. და არ უნდა იყოს ერთის კუთვნილი. არ უნდა იყოს ერთის ის, ანუ ასე არ უნდა ერთი და იგივე არ უნდა ხდებოდეს და ჩვენ უნდა ვიყოთ მასპინძლები, რომლებმაც ის როლები უნდა ვითამაშოთ, რომელიც აუცილებლად, ანუ სტატიური როლები რაც ჭირდება აუცილებლად სპექტაკლს. მაყურებელზე და მსმენელზეც ვისაუბროთ. რამდენად არის საოპერო არიები აქტუალური დღეს, იგივე ჯენზი თაობისთვის, რომელსაც ხელში უჭირავს гаджеტი და ყოველდღე ათვალიერებს TikTok-ს, რომელიც ასე მგონია, რომ რაღაც მუსიკალურ გემოვნებას უყალიბებს, თუმცა რამდენად გემოვნებიანია ის კონტენტი, რასაც ისინი უსმენ, ეს კიდევ ცალკე სადავო საკითხია. მე ვფიქრობ, რომ უკვე ისეთი დრო დადგა, ყველაფერი მაინც ოჯახიდან ხო იწყება ადამიანის აღზრდა და ის თუნდაც ეს კლასიკურ მუსიკასთან მიდგომას ოჯახიდან უნდა დაიწყოს, მაგრამ არსებობს ეხა იდეები, რომ ანუ როდესაც არის თოჯინების თეატრი, მოზარდ მაყურებელთა თეატრი, მულტიპლიკაციური ფილმები, ანუ რაც უყვარს ბავშვებს. რაც ჩვენ როგორც აი ტომი
და ჯერში, ანუ არ არსებობს ადამიანი ჩვენი თავის, რომელსაც ის არ ახსოვდეს, რომ ფიგაროს რომ ღერის თავშეზე. ლა ესე იგი არ არსებობს ბავშვი, რომელიც ის იწვის, რომ ის ახსოვს, რომ იქ როგორ დგას როიალი, როგორ დგას ოპერის მომღერალი. მე მგონი აი მაკედან იწყება, აი რაღაცა სხვანაირად არაფერი არ გამა. აი ის გაჯეტებსაც რო ხსნის, იქაც რაღაცა უნდა ქონდეს იმ დიდ მეცნიერს და დიდ ფსიქოლოგს, რომ რამენაირად იქ მოცარტი უნდა იყოს თავისი პარიკით უნდა ამოვარდეს რაღაც ამ ხუმრობაში რაღაცა შორ სიმპათიები. ეხლა მომახერხა უღოთ ეს ყველაფერი. ეს არაჩვეულებრივი იდეაა. ეხლა მე და აჩე ერთი პლიადის ადამიანები ვართ, მოვდივართ სასულიერო გიმნაზიიდან 90-იანები წლებიდან საოცარი პერიოდი გვაქვს ერთად გავლილი და იმ 90-იან აჩი პიონერია პრინცესა ტიურანდოტის და იმ 90-იანებშიც კი უდიდესი ქუჩას გულისხმობ. რიდი და რომანტიზმი იყო ოპერის მიმართ. იმ დროის ნამდვილად და ის 90-იანელი ქუჩის ბიჭებიც კი დადიოდნენ თეატრში და ნახულობდნენ პრინცესა ტიურანდოტს. სხვადასხვა ისინი დადიან დღესაც. ის ჩემის მაგაცები, რომლებიც ყოველთვის გულშემატკივრობდნენ და უბანში იყვნენ და აჩი, ესე იგი ბილეთს ყოველთვის მოგთხოვს და წამოვა პრემიერაზე. ხო და აი დღეს რა ხდება ამ ჯენზის თაობასთან დაკავშირებით, თქვა თუ დადიან თეატრში ოპერაზე საერთოდ. აი არა მაქვს ისეთი, ახლა ძალიან დამაფიქრეთ ამაზე საერთოდ ჯენზის, იმიტომ რომ ძალიან იმიტომ რომ შვილი გვესდება, შვილები გვესდება ახლა და ჩვენ მე ამ თემაზე უნდა უკვე ვიმუშაო რა. თუ არ გავცე ახლა ბზნული და სტანდარტული და შაბლონური პასუხი გიო. მე ვფიქრობ, რომ ამ თემაზე მე თვითონ მაქვს საკუთარ თავზე სამუშაო, ბევრი რამეზე უნდა დავფიქრდე და მომემზადო იმისთვის, რომ სწორი და ადეკვატური პასუხი მქონდეს ამ კლასთან. ჩემს ადვილი არ არის, იმიტომ რომ იმდენად ჩვენს გართული ვარ ჩვენს პროფესიაში 1000 საქმეში და ამ დროს ისე მოვიდა ის თაობა და იმდენად მოგვიახლოვდნენ, რომ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რომ ჩვენ მასთან აუცილებლად კეთილგანწყობილები ვიყოთ, მოვეფეროთ და ის ჩვენ რაც კედელი ხდებოდა თუნდაც მე არ ვიცი ჩვენ თაობას რა ქვია, არ ვიცი, მედია კომუნიკაციას არ გვაქვს ახლა. მილენიალები ვართ ჩვენ, ხო. სხვადასხვა ყველაზე ისეთი გამოცდილი თაობა ვართ რა. ისიც ვიცით, ქეც ვიცით და ქიცმაცურისო. ასე რომ ვიტყვი. მე მინდა რომ ერთ აქცენტს მეც გავაკეთებ ახლა შეიძლება ყველა მაგაზე საუბრობს ინდოეთზე, მაგრამ ინდოეთის ერთ-ერთი სავიზიტო ბარათი რაც არის ტაჯ-მაჰალის მაუზოლეუმი ახლა ესე იგი სიყვარულის სიმბოლოდ აღიარებული ყველაზე მეტად ეს ქალაქი აგრა მაინტერესებდა ესე იგი რო ჩავედით რომ დარისმანს ვეუბნები რომ აგრაში არ გვაქვს სპექტაკლი აუცილებლად წაგიყვანთ აგრაში რომ ნახოთ რომ სულთანმა თავის მეუღლეს სასახლე აუშენეს კი უყურებთ ამ საოცრებას მერვე საოცრებად წოდებულ ტაჯ-მაჰალს და გვეუბნება რომ ეს სულთანმა სიკვდილის მერე აუშენა მეუღლის ესე იგი და ჩვენ გონერე სიცოცხლე მიუძღვა სიყვარულს მოკლედ და ცოტა იუმორნარევათაც მინდა ვაყენო რა თქმა უნდა საოცრება არის ყველაფერი და ინდოეთში ყოფილა ესეთი ხუმრობა ესე იგი ინდური როდესაც ტაჯ-მაჰალი ნახა ინდოელმა მეუღლემ თავის ქმარს უთხრა რომ აი ნახევ აი როგორ უყვარდა სულთანს თავისი მეუღლე მე-14 თუ მე-12 მეუღლე რომ აი როგორი სასახლე აუშენო და მეუღლე პასუხობს შენ ჯერ არ გარდაცვლილ ხარ გარდაიცვალე ყველაფერი წინაა მე ხო სტუდენტსა შემოვიდი ჩუმად ისე გავაკეთე რომ მე დარწმუნებული ვარ გიორგის არ დაუნახე იმიტომ რომ ხელოვანი და არტისტი კაცი ვარ და აი პატარა რაღაცა დავმალე აქ მე ხო აი აქ მაგ შემოსვლის დროს ისე მივესალმო ესე იგი გიორგის არ დაინახა რომ ეს მე ვიყიდე იქ ტაჯ-მაჰალში რომ ვიყავი და მინდა თქვენი გადაცემის მუზეუმს გადავცე. აი ეს ულამაზესი მინი ტაჯ-მაჰალის სიყვარულის სიმბოლო. სიყვარულის სიმბოლო. ეს პირდაპირ ინდოეთიდან კი აგრაში შევიზინე საუდარია. ესეთი საჩუქარი მივიღეთ აჩიკო გოგიტიძისგან ჩვენს გადაცემის მუზეუმს თაროს შეემატება აუცილებლად დიდი მადლობა პირდაპირ ინდოეთიდან სიცოცხლეში ვერ აუშენოთ და ვაჩიკოს სიცოცხლეში აჩიკო იცი რა მაინტერესებს აი ახლა ჩვენ დიდი მადლობა ახსენე ასეთი რამ რომ აი ხმები არ ილევა რესურსი ამ კუთხით არის იზრდება და იზრდება ვფიქრობ კალასის სიტყვებია ან შეიძლება ვცდები რომ ხმა მხოლოდ ინსტრუმენტიაო დანარჩენი არის ემოცია. კი ბატონო. ნიშანდობლივია რომ გარდა ვოკალური შესაძლებლობისა ეს არტისტული უნარებიც ჰქონდეს ოპერის შემსრულებელს, ხომ? აი ამ კუთხით რამდენად ვართ განებივრებული? ამ კუთხით სამუშაოა ყველა თითქმის დამწყებ მომღერალს ეს ძალიან იშვიათადა, მაგრამ თვითონ კალასიც ხდება. ძალიან მარტივად რომ აუხსნა დამწყებ მომღერალს, რასაც კალასი ამბობს. მე მაგალითად მეც ესე მასწავლე და მეც ესე ვეხმარები ჩემს პატარა მეგობრებს. რომ ღერი უნდა აი როგორც ჩვენ ლაპარაკობთ და გვაქვს ჩვენი ინტონაციები და მნიშვნელობას ვაძლევთ სიტყვას, ანუ
სიმღერაც აი კალასი როცა მღერის, კალასი არ მღერის, კალასი საუბრობს. გეგონება რომ საუბრობს ლამაზი ხმით, ლამაზი ინტონაციებით და გამომეტყველებით, იმიტომ რომ ჩვენ იმდენად გვიტაცებს ზოგჯერ ვოკალი, რომ ყველაზე მთავარი რაც არის ის ტექსტი, დრამატურგია ის გვავიწყდება რომ ადამიანებიდან მივიტანოთ და ცოტა ასაკთან ერთად მოდის. მე ძალიან გვიან შევედი იმ აზარტში, რომ აი ბოლომდე მაყურებლისთვის გამეგებებინა მე რა მაწუხებს და რა ტექსტს ვლაპარაკო და არა ის რომ აი მოგხიბლო ეხლა მე ჩემი ლამაზი ტემბრით და გათქმენო დედა რა ხმა აქ ამბიც. დღეს სხვადასხვაშორის უკვე მწყინს თუ ვიმღერებ და რა მაგარი ხმა გაქვს ან რა ლამაზი ხმა გაქვს ეს ცოტა კომპლიმენტი აღარ გამოდის. რა კარგად იმღერე ან რა კარგად გამაგებინე. შეასრულე უფრო გესიავნე, იმიტომ რომ ლამაზი მომღერლებს ჩვენს გოგონებსაც ახლა ლამაზი კაბები რო აცვიათ და საოცრად გამოიყურებიან სცენაზე და რო იმღერებს და რო შევა კულისებში მისი კოლეგა და იციან სხვადასხვა გაფუჭება ერთმანეთის. ვაიმე რა ლამაზი იყავი, ანათევდი, ის მკვდარია უკვე ის მომღერალი, იმიტომ რომ სულ არ აინტერესებს. ლამაზი იმას აინტერესებს ზუსტად ის კალასი რაც იგულისხმება, ზუსტად თუ მოიტანა ის სათქმელი და თუ დაგაჟრიალებს, იმიტომ რომ ისეთი საუკუნე მოვიდა, თუნდაც გაჯეტების და 21 საუკუნეში ვერც ხმით ვერავის ვერ აკვირვებ, აი ვერც ლამაზი თუნდაც ჩაცმულობით ან ლამაზი კაბით. ისევ ბრუნდება, რჩება ერთადერთი რამე რაც არის ცვლილ არის სულიერება. და გულწრფელობა. გულწრფელობას და სულიერებას ვერც ერთი საუკუნე ვერ უგებს, იმიტომ რომ მაინც უნდა ჩახვიდე გულწრფელობამდე და შეიძლება მოიგო აი ამ პატარა ხმით. ან თუნდაც ზოგჯერ იტყვიან, რომ აუ ჩახლიჩელი ხმა გიტარაზე მღერის, რატომ მეტირება ამ კაცზე და ამის გაწკრიალებულ ხმაზე რატო არის? იმიტომ რომ გულწრფელობა არ არის. ემოცია მოაქვს, ემოცია მოაქვს. აი აჩქო ერთმანეთის გაფუჭებაო ეს თი რამე ახსენე და ხო, ხომ, აი ვიცით რომ ეს არის კონკურენტული გარემო, ხომ? სადაც ზოგჯერ არის კონსტრუქციული კრიტიკა, ზოგჯერ კი მიკერძოებული სუბიექტური კრიტიკა. აი რას ურჩევდი ახალთაობას იმისთვის, რომ თავი გაიტანონ, რეალიზება მოახდინონ პოტენციალის, რისთვის იყვნენ მზად წინსწრებით, რაც თავად გამოიარე. მზად უნდა იყვნენ მე ესე იგი თვალები უკანას უნდა გქონდეს, ესე იგი მარია კალასიანობს მე უკან რაც ხდება იმასაც კი ვხედავ და მართლაო და აბავ თეატრში ისე როგორ გადავრჩებოდიო. აჰა. იმიტომ რომ თეატრი არის ადგილი შეიძლება ნებისმიერ დროს ვინ მოგეპაროს და უცებო მოვოდინას ზურგში და დააქცეს მხატვრულია, მაგრამ ყველა ორგანიზაციაში ალბათ ასე ხდება, მაგრამ სადაც ძალიან ნიჭიერი ადამიანები იკრიბებიან, სადაც ყველას თავისი ამბიციები და ოცნებები აქვს, იმ ყველა ადამიანს უნდა გაუგო, იმას ყველას თავისი ომი აქვს. ჩემს საკუთარ თავთან და მე კიდე ამდენ ნიჭიერ ადამიანთან მე მქონია ბევრი გულისკენა, მაგრამ არა ისეთი, რომ ანუ წარმოდგენა შემცლო და სამყაროზე და თავიდანვე ვიცოდი, რომ მე ვიყავი 12 წლის ერთხელ წამომს და გაზეთში დავწერე მაგისტრის დავისაჯე კიდე სხვადასხვაშორის, რატო თქვი არ ვიცი 12 წლის ვიყავი და თან ისეთი დრო იყო რა ასეთი ეხლა როგორც საუბრობენ 12 წლის ბავშვები არ იყო ეგეთი დრო ეხლა მოგეხსენება და აღარ დავუკრეტდები. კი ბატონო. კითხეს თეატრიო, გიყვარსო თეატრიო და კი მიყვარს თეატრი, მაგრამ თეატრს რო უყურებ მე თეატრი გველების ბუდე მგონია მეთქი. ეს ისე ბავშვურად თქვი, ანუ ახ მართლა გველი, ანუ რაღაც იმიტომ რომ გაგონი მქონდა უფროსი თავისგან ის კი რომ იმას გულიათკი. აჰა. ესე იგი მთელი გარჩევა იყო რომ 12 წლის ბავშვმა რატო თქვა ეს აირჩევს ამ პროფესიას ზუსტად მაგით ავირჩიეთ რომ თავიდანვე ვიცოდი რომ სიკეთეც იქნებოდა, შავიც იქნებოდა, სინათლეც იქნებოდა და რა უთხარი იმ თეატრს სადაც კონკურენცია არ არის, რა უთხარი იმ ხელოვნებას სადაც აი ეს ადრენალინი არ არის, იმიტომ რომ ჩვენ რო ვიწყებთ სიმღერას სიმღერის დასაწყისში არ ვიცით სიმღერის ბოლომდე ჩავალ თუ არ ვარ. მაინც ზეწლევა, ვერც ტექნიკა და ვერც მაინც ეს არის ყველა დღე ადრენალინის გამოყოფა. ალბათ იმიტომ ვერანებებთ თავს სცენას. კი, აზარტული. აი აჩი, სცენა ახსენე და ვიცით რომ დღეს კონცერტი გვაქვს, მოდი გითხარი და დავაანონსოთ ჩვენი მაყურებლისთვის. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი დღე, იმიტომ რომ ესეთი რეპერტუარით ჩვენს ქალაქში ესეთი მასშტაბით არ ჩატარებულა ესეთი კონცერტი. ეს ზვიად ბოლქვაძის ჩვენი სახელოვანი უსაყვარლესი ნიჭიერი კაცის იდეა იყო. მას ძალიან ახლო ურთიერთობა აქვს პატრიარქთან, ძალიან ბევრი პატრიარქის ნაწარმოების არანჟირების ავტორია, თითქმის ყველა ნაწარმოების. დღეს ერთიანდება სიმფონიური ორკესტრი, ჩვენი კაპელა, შესანიშნავი სოლისტები, ანსამბლი ბასიანი თბილისიდან და ასევე სამების საკათედრო ტაძრის ცნობილი გუნდი ბატონ სიმონ ჯანგულაშვილის ხელმძღვანელობით მოკლედ და ასევე ყავს საოცარი სოლისტი იანო ალიბეგაშვილი, რომელიც იტალიიდან ჩამოვიდა, პატრიარქის ავე მარიას პირველი შემსრულებელი. მოკლედ არის ისეთი საშობაო და ისეთი ამაღლებული რეპერტუარი მოსაწვევებზე ეს პრობლემა იყო, ვისაც არ შეხვდა, ვეცდები ყველანაირად რომ მართლა შემოვიყვანოთ ხალხი, იმიტომ რომ ძალიან დიდი მოთხოვნა იყო დღევანდელ დღეზე
და მიხარია რომ მეც შემხვდა ერთ-ერთი ნაწარმოები, ზვიადმა გაანაწილა ძალიან ლოგიკურად ყველა სოლისტი, ყველა დაკავებულია ბათუმელიც, არა ბათუმელიც. წარმატებას უსურვებ მიუხედავად იმისა, რომ გუშინ 9 საათი მიდიოდა რეპეტიცია და ესეთი რამე ხშირად არ ხდება და დღესაც უკვე აქედან უნდა წავიდეთ ზვიადთან, იმიტომ რომ ზვიადი არის ადამიანი, რომელიც თვითონ დებს ჯანმრთელობას და შენ რაც არ უნდა ვოკალისტი იყო და ესე იგი შარფა მოხვეული ამბიციური პრიმადონა ან ტენორი, ესე იგი უფლებას ვერ მისცემ შენ თავს რომ უთხრა რომ მე უნდა დავისვენო და მოვალ პირდაპირ კონცერტს. ეხლა 70 კაცი, არა 120 კაცი მაინც კაპელა სოლისტები ან ორკესტრიანა. აი ესე იგი ზვიადის რო ხედავი რომ თავს დებს ყველას ამიტომ ლიდერი უნდა იყოს მაგალითი. მე არ მენანებად ჩემი თავი მუსიკისთვის. თქვენს რომ დაგერებათ თქვენი თავისთვის თავი, ამიტომ წარმატებები ყველას და გილოცავთ. ჰაჩი დამდეგს გილოცავთ და დიდი მადლობა რომ იყავით დღეს ჩვენი გადაცემის. ძალიან დიდი მადლობა და მაგრამ ის რაზე გამეცინა ესე ბოდისფერი სანამ ვინმე ჩემი მეგობრები დამცინებენ რა ვთქვი ისი ორკესტრიანა კაპელიანა მეტყვი სულთა ბათუმურად ვიდა. არა უშავს. ეს ჩვენ გადაცემას მაგრამ ისე ბათუმურად ვთქვი, მაგრამ ვიცი მე ჩემი მეგობრების ამბავი და სანამ ამომიჭრიან ამას ბოდისფერს მაყურებელს. უხდება ბათუმი. ეს იმის ინდიკატორია, რომ ჩვენთან თავს ძალიან მყუდროდ გრძნობენ ჩვენი სტუმრები. ძალიან დიდი მადლობა. კიდევ ერთი რაღაც დაკვირვება ვაწარმოე, რამდენჯერაც მარია კალასი ვახსენეთ, იმდენჯერ დაიჭექა და მარია მეთქი და კიდე დაიჭექა. გვისმენს. აჩიკო ბერძენი ხალი იყო და ზემსებთან და ღმერთებთან ყოველთვის ახლოს არის. ნიშანი. აჩიკო გოგიტიძე, არტისტი, ჩვენი საკრებულოს დეპუტატი, რუსთაველის თეატრის მოწვეული მსახიობი გახდათ ჩვენი სტუმარი. დიდი მადლობა აჩიკო და გილოცავ დამდეგ შობახს. მადლობა აჩიკოს. მადლობა ჩვენს მაყურებელს იმისთვის რომ დრო დაგვითმეთ და ჩვენთან ერთად იყავით. ხვალამდე გემშვიდობებით დროებით. ახლა